ისე წარმოიდგინეთ ახლა რომ საქართველოში კლოდი იყოს პრემიერ-მინისტრი. დინამოზე ჰუმანოიდი რობოტები. ჩვენ შეგვიძლია უდიდესად ვიცხოვოთ. პენსია იყოს $3,000. სერჩისთვის ChatGPT არ გამოიყენებთ. Search engine არ არის. AI დაუნაჩი. ტექ მიმართულებით შეგვიძლია რომ რაღაც მოწინავე პოზიციები დავიკავოთ. ადამიანი იქირავს AI. თან ადამიანებმა იჩხუბონ, მაგრამ ადამიანების დაზარალების გარეშე. Tech Crash podcast-ით მოგესალმებით მეგობრებო, Tech განმანათლებებთან ერთად ოტოსა და ნიკოსთან ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, რომ გესტუმრეთ. ერთი წელია მე მგონი გეგმავთ ამ podcast-ს ხო რაღაც ძალიან მინდოდა. ზაფხულიდან მოყოლებული, როცა თქვენ აქტიური არხი გქონდათ განსაკუთრებით და მე ძალიან ბევრი საერთო რაღაცით გადავიკვეთეთ და ძალიან მახარებს რომ კიდევ და კიდევ უფრო მაგარი პროექტებით წელს ერთობლივად ვიმუშავებთ. მოგეთ დავიწყოთ მოდი თავიდან. ზოგადად თქვენი ისტორია უფრო საინტერესოა, ერთად როგორ მოხვდით? სად მოხვდით და რა შვებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დავიწყოთ ტექ განმანათლებები ხართ და ალბათ დღევანდელი პოდკასტი ტექნოლოგიას განათლებას შეეხება და მე ჩვენ საერთო ამბებს. მე მგონი მაგაზე არც არ გვილაპარაკე, ხო? არც ჩვენს არც გადავეყარეთ. პირველ ვიდეოში უბრალოდ თქვით რას ვაკეთებთ. უბრალოდ არა, უბრალოდ ცოტა ხნის წინ შემარქვეს ტექ განმანათლებელი და მოვირგებ ცოტა ხანში რა ბოდიში. კი ყოფილვარ თელი ცხოვრება თურმე, მაგრამ არ ვიცოდი. სად შევხვდით და IT აკადემიას სტეპში, სამსახურში. ოღონდ ეხლა ნახე როგორ არის რა. მე ვარ პატარა ასაკით, ბევრად. 4 წლით, 5. ხო, 5 წელია სხვაობა რა. ბევრად არ არის რეალურად, მაგრამ მაშინ როცა შევხვდით, ძალიან დიდი სხვაობა იყო რა. და რეალურად ამას არ ვახსოვარ და მეც დიდად არ მახსოვს. იმიტომ რომ მაშინ ეს დიდი ვიჯი იყო და მე 13 წლის ვიყავი რა. და დავრბოდი იქ ჩემთვის და ყველა დღეს არ მაქსოდა. არც მე რო ხსევდი. გულში გაგჭერჩენ. ბავშვი და ხო რა. ანუ ეს დიდი ბიჭებთან ერთად რაღაცას დასკებს აკეთებდნენ რა. ან ბევრად ადრე იწყება თქვენი შეხვედრის ისტორია, ვიდრე სტეპამდე მიხვდები. სტეპში იყო ეს. სტეპში იყო 13 სწავლობდი მე. სწავლობდა და მე უბრალოდ დავუყვებოდი მეგობრებს, რომლებიც სწავლობდნენ. ხო, ესეთი კოლაბორაცია გქონდა რა. მე გავიდეთ რომ რაღაც პერიოდი მე აღარ ვსწავლობდი სტეპში მე და მე დავბრუნდი და დავიწყე მუშაობა სტეპში. ტექ განმანათლებლად. და დამხვდა იქ ნიკოს რა. თავიდან 1.5 წელი ავიდე ვეზიზღებოდი რა. ბავშვი ეგეთი ტიპი არის. რომ სანამ ახლოს არ ვიცნობ მოკლედ მეზიზღება იცოდეთ. სანამ ახლოს არ გაგიცნობს დიდად არევასები რა. მე მოგვიწია რაღაც საერთო მოდულებზე გადაკვეთა და საერთო ინტერესები ქონდა სწავლების განხრით. და მაგ მომენტში დავახლოვდით რა და მე ძალიან გავუკეთეთ თქვენს და ხა აქ მოვედით. და ზიზღის პროცენტმაც დაიწია. დაიწათა ცოტა. ცოტა. ეხლა ჩემ იმას მოყვები რა, ხარეს. მე საერთოდ არ მახსოვს ავთო მაშინ ადრე, იმიტომ რომ მართლა ძალიან პატარა იყოს, ჯუნიორი სტუდენტი დაახლოებით 14-15 შეიძლება 13 წლისა. 13 იყო ზუსტად. და პირველად ვნახე ლექციაზე, სადაც 2 კვირა ვიყავი მაქსიმუმ შესული და ამათ ჯგუფს უტარებდი რაღაც ექსპერტს შესწავლოდა ჩვენთან. ჩემი ლექტორი იყო დამაუწყდა. დასრულ ამპლუაში 17 ალბათ თუ 18 თუ მეტი. ხო. 18-ის მოკლედ ცოტა ხნით ვიყავი ავტოს ლექტორი. და ჯგუფში ალბათ ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვინც ცოტა აქტიურობდა და მაგით ცოტა თავი დავამახსოვრე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ არაფერი არ გამოვა ამ ადამიანისგან. ნუ მაგ მიმართულებით რა თქმა უნდა არაფერი გამოვიდა, მაგრამ დღეს ერთად ვაკეთებთ იმ როგორ თქვა თავის კეფეში ქვეყანას ვემსახურებით. ქვეყანას ვემსახურებით და ვცდილობთ რომ ერთად მინიმუმ ის მაინც იყოს რა ცოტა უფრო ამ მიმართულებით მაინც ტექის მიმართულებით ცოტა განვითარებული თაობა გაიზარდოს. ხო, ეგ მიზანი. ეგაა ჩვენი მიზანი. როგორ გამოგვდის ეგ უკვე ხო მაგ მიზანში მე მგონი რაღაცნაირად ვერთიანდებით და ჩვენი გადაკვეთის წერტილიც ეგ იყო რა. ხო, მიზანი შეკრიბის და ახლოვების ხო. კი. ხო და ეგ არის ხოლმე ალბათ ჩვენარი ადამიანებს რაც რაღაცნაირად ახლოს ერთმანეთთან. აი ეს ხოლმე. ეგ მაინც რო ახლოვებს. ჩვენ ქვეყანაში ხო რაღაცა რომ მაინც გაახლოვებს, განათლება რო გაახლოვებს განსაკუთრებით, ხო? ზოგს არომაგია ახლოვებს ის პროფესორი გამოში. კაი. აქ არის თქვენი ესეთი კომპონენტი, რომ ასწავლით წებში ტექნოლოგიების, ხო? კონკრეტულად რა მიმართულებებს ასწავლით? ციფრული წიგნიერება, 3D მოდელირება ბეჭდვა, აპლიკაციების შექმნა, რობოტიკა, მიკროელექტროინჟინერია რა. თამაშების შექმნა, game development-ი.
ჩვენ მეც არის. ისწავლება კიდე სხვა მიმართულებებით, მაგრამ ჩვენ რასაც ვიღებთ ჩვენ თავზე ეს არის. რაშიც ცოტა ჩვენ ვართ თავდაჯერებულები და გაცნობიერებულები და შევძლებთ დაწუნებულები ვართ რომ ბავშვს ვასწავლოთ. ეს საკითხები არა. აი როგორ მოვიდა განათლების ამბავი, რომ თქვენ რაღაცნაირად იყავთ ის ადამიანები, ვისაც ეგ მოგწონდათ რა განათლება, იმიტომ რომ ეს გაზიარების კომპონენტი შეიძლება ბევრს უნდა, მაგრამ მეორეა რომ რამდენად გამოსდით ხოლმე და რამდენად სიამოვნებას ანიჭებს რა ეს გაზიარების კომპონენტი. ჩემი გადმოსახედიდან, ჩემ ხარეს რო თქვა, უფრო როგორ იყო, იცი, სტეპში რადგან დიდი ხანი სტუდენტი ვიყავი და თითქმის ყველა კურსი გავტესტე რა. ძალიან კარგად ქონდა გამოცდილი ჩემ თავზე, როგორ ის გარემო იყო და სიტუაცია რა. და თვითონ სიტუაციაზე გარემოც მომწონდა რა. და ეს რაღაცოდნა რაც დავაგროვე, დიდად ვერ ვიყენებდი ჯერ ესეთ ვერაფერში რა. თუმცა მქონდა. და გამოცდილებას ვაგროვებდი რაღაც საით quest-ებით, ჩათვალე. და ეს დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა რაც ამდენი წლის განმავლობაში შევაგროვე რაღაცა მიმართულებით, არც უნივერსიტეტში მინდოდა რომ ჩამებარე მიმართულებით, არც რაღაც სხვა სამსახურს არ ვეძებდი მაგ მიმართულებით და რაღაც გადავწყვიტე რომ სხვებისთვის გამეზიარებინა რა. ისედაც სამეგობროში შევიკრიბებოდი ხოლმე, ბევრი მეგობარი ყავს რომელიც ტექ მიმართულებით ან მუშაობს ან მოღვაწეობს ან დაინტერესებულია და სულ ეგეთ თემებზე გვაქვს ხოლმე საუბარი რა. და უფრო ბევრი და ბევრი ცოდნა დაგროვდა მაგით რა. და ეს გაზიარების თემაც მან ჩამებეჭდა გონებაში რა. და მე აი ბავშვებთან ურთიერთობა რაღაც შემთხვევით აღმოჩნდა სასიამოვნო და კაი. ანუ რო გავტესტე ლექციის ჩატარება, მე აღმოაჩინე რომ მაგარია რა. და გიხარია რაღაც. შენ შემთხვევაში იგივე თითქმის ოღონდ მე ესე არ წარმომედგინე ალბათ არასდროს რომ ამ ასაკში ვიქნებოდი ან ლექტორი ან ვიღაცას რაღაცას გაუზიარებდი, იმიტომ რომ სულ ესე ვუყურებდი რომ თუ არ დააგროვე ის გამოცდილება რომ ცხოვრებაში მაგალითად ამ მიმართულებით მინიმუმ 20ჯერ, 30ჯერ მეტი არის კონკრეტულად ამ საკითხის შესახებ, თითქოს რაღაც შებოჭილი ხარ და ვერ გაუზიარებ მაგალითად სხვას. მაგრამ ისეთი პროცესია რომ შენც სწავლობ რაღაცას ვითარდები და ამავდროულად სხვას უზიარებ და რატო არა. ან მაგაზე უკეთესი რა არის რომ მაგალითად ბავშვებს მინიმუმ ის ცოტა გამოცდილება თუ ბევრი არა, რაც გაქვს, გაუზიარო და გადასცე. ხო, აი თუ როცა უნდათ თან მithumedes. ეგ ამას ვთავარი. და თქვენთან ისეთი ხალხი მოდის, ვისაც უნდა ასე ვთქვათ რა. იცი არის უფრო სხვაობა არის სკოლასთან რო გაავლო პარალელი, სკოლასთან აუცილებლად ძალიან წყალში სავალდებულოა რა. სულ რო ბავშვს სურვილი კონდეს, რაღაც ფაქტორი რო ერთვება რომ სავალდებულოა სკოლა, ეგ მაინც რაღაცა мотиваციას უკლავს ბავშვს რა. და ეხლა შაბათ კვირას რო აკადემიაში დადის, მისი ნებაყოფლობითია, ხო? და თან თემატიკაც ისეთი არის, რომ რაღაცა რუტინული საკითხი არ არის და ნებისმიერ დრო შეგიძლია გადაუხვიო და იგივე თემაზე საინტერესო რაღაცა გააკეთო რა. და ყველასთვის მოიძებნება ხოლმე რაღაცა ინტერესო. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლასთან პარალელი, ძალიან კაი მაგალითი არის მაგისთვის რა. მეც რაღაც დაახლოებით 10 წლის წინ იმიტომ დავიწყე სწავლება, თან ის გამოცდილება როგორ არ მოგწონს რო გასწავლია, ძალიან გეხმარება იმაში, რომ ეს ფიქრობ რა, რომ აი როგორ შეიძლებოდა რომ უფრო კარგად აიხსნათ, რომ შენ მაქსიმალურად კარგად გაგეგო რა და ის დამანაკლისებს განსაკუთრების სკოლის პერიოდში გზნობ მაგ ყველაფერს რა, იმიტომ რომ მაინც უფრო სისტემურია ის და აი ეს ნაკლები ინდივიდუალიზმი, ნაკლები კრეატივი და სულ გაქვს მაგის დეფიციტი. და იმდენად პასუხისმგებლობა არის რაღაც მომენტში ეს გაზიარება ცოდნის რა, აი მე 4 წელია დაახლოებით უფრო აქტიურად ვარ მე სტუდენტების სწავლებაში უნივერსიტეტში და აი გასულ სემესტრში უბრალოდ ფიზიკურად არ ავიღე, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი არასტაბილური იყო ემოციურად ქვეყანაში მდგომარეობაც, რომ მეთქი აი შანსი არ არის ხა ამ ემოციებით რომ შევიდე სტუდენტთან, რა შეიძლება შევაზიწყო ის რაღაც მიმართულება რა, როცა შეიძლება რომ უფრო სტაბილურ მდგომარეობაში, ანუ მასწავლების თემაში როცა გამზიარებელი ხარ რა, შენი ემოციური მდგომარეობაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის სწავლების პროცესში. ხო, მაქსიმალურად ეს იმ კომენტარიც შემოქმედებაა. დიახ. მე მასწავლებს და კარგ ლექტორებს და ადამიანებს, როისაც კარგად შეუძლიათ ეგ ყველაფერი, ანუ არიან ტიპები, ვინც მცოდნეები არიან, მაგრამ შეიძლება ვერ გაგიზიარონ ეგეთი რაღაცა რა. ანუ მე ვფიქრობ, რომ мотиваციის მიმართულებით აი სუპერ გმირი რო წარმოიდგინო, რომელიც შენი როლ მოდელი შეიძლება გახდეს. ჩემს ეგ უნდა იყოს პირველ რიგში მასწავლებელი და არა ის, რომ რაღაც ცოდნას გაზავს, ანუ ცოდნასთან ერთად იმითიც უნდა გყვებოს, ასე ვთქვათ, რომ აი რაღაც მიმართულება მოგცეს უფრო მეტად. ანუ მაგიტომ მიყვარს სიტყვა მენტორი უფრო ვიდრე ლექტორი. რომ აი ამ რაღაც მიმართულებას გაძლევს. შენი როლ მოდელი შემოგისვა ვინ არის რა? ჩემი როლ მოდელი, ჩემზე დიდი გავნა, აი თქვენ რო იძახით, რომ სკოლაში მაგალითად რაღაც ცუდი გამოცდილება გქონდათ,
მე რაღაც მიმართულებებში არ მქონია, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ. არა, მე რიგ შემთხვევებში. მაგას ვიძახი მეც, რომ რამდენიმე იყო იმდენად კარგი, რომ დღესაც კი ას მადლობელი ვარ და რაღაცებს რო განვიხილავ ხოლმე, აი თან აქ თელი ფაქტორია, რაც შენ ახსენე ზუსტად მაგას ამტკიცებს, რომ იყო რაღაც საგნები, რომელიც საგნებს არ გვიტარდებოდა საერთოდ რა და საუბრობთ აი ადამიანობაზე პირობითად. ეგრე ვიყავ. პატრიოტიზმი რა არის, აი რაღაც კონკრეტულ кейსებს განვიხილავდი და იმ მომენტში ყველაზე მეტი ვისწავლე, როგორი უნდა იყოს საქართველოს ბუქალაკე, პატრიოტიზმი, კაია, სიკეთე რა არის ზოგადად ეგეთ რაღაცეები და მე უფრო მეტად აფასებ რა იმ საგანსაც, იმ მასწავლებელსაც, იმის დამოკიდებულებასაც, რომ შეუძლია რომ იმ თავის საგნის ფარგლებში ევალება თუ არ ევალება, დამატებითი რჩევები მოგცეს, რომელიც მე გაყალიბებს ადამიანად. ეგაა ჩემი აზრით მთავარი მანდრო, ანუ ვიღაც რაღაცას რო გიზიარებს, დამატებით კიდე რაღაც მიმართ, ანუ შენი გამოცდილება თუ არ გაუზიარე, იმ რაღაც ზედაპირულ ცოდნას ისედაც მიიღებს საიდან მე რა. ალბათ ეგრე უნდა მიუდგეთ, ჩემი აზრით. მე შენ როლ მოდელზე Bill Gates-ი ვიგულისხმობ. Bill Gates-ი ჩემთვის ხო, კარგი კაცი თუ არ იყო, ალბათ ყველაზე მაგარი ლიდერი იყო, მაგრამ გამზიარებლებში არ იყო რა Bill Gates. არა, გამზიარებლებზე არ მქონდა. ცოტა ეგოისტი. ნიკოს როლ მოდელი არის და ისე. ყველაზე ნაკლებად ეგოისტი ალბათ ვინც ტექ გიგანტებიდან რა, იმიტომ რომ Bill Gates-ი ხო იცი აი ბავშვობაშიც აი ინგლისური სტიგნებში იყო ხოლმე Bill Gates-ზე რაღაც თემები რო პირველი კომპიუტერი და რაღაც თელი ამბები რაღაცა, მაგრამ ანუ Bill Gates-ი ყველაზე არაპოპულარული და არა ისეთი ცნობილი არა როგორც მაგალითად Steve Jobs-ი მაგალითად რა. Steve Jobs-ი უფრო მიყვარს. უბრალოდ ავტოვერხი Bill Gates ფეიდა. Bill Gates-ი თქვი დღეს და მაგით. Steve Jobs-ი იყო დღეს. დღეს ოდიში რა. Steve Jobs-ი იყო. ის თუ ამოჭრის, მაგრამ Bill Gates-ი ძალიან მიყვარს. ხო, რას უწუნებო. ნაკლებად უყვართ Bill Gates-ი. იმიტომ თავს არიჩენს ის ბევრს ხვირო და Steve-ი ძალიან. ხო. და იცო, აი ეგ იყო მაგისის, რომ მიდი და გამოვიდა და რაღაც შოუ დადგა რა. ხო, მაგრამ დღესაც ხალხი უყურებს, აი რა ვიცი, ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ Steve Jobs-ის ფიჩებს უყურებს, სანამ სადმე დაფიჩავს. კი, სტანდარტი არის რაღაც მომენტში. რომ აი ისე თუ რამე გააკეთე, ესე იგი რაღაცა იმაში ფინეკლ ხარ იმის რა. მე არ უყურებ ეგეთ ფიჩინგს. ხო, არა, სტარტაპ კონკურსებში და ისე აი მოსამზადებელი მეებში ერთ-ერთი მაგალითი ყოველს არის ხოლმე ფიჩის რა. აი ხო, ცალსახად შეუდარებული. ხო, შენ შემთხვევაში სკოლაში როგორი მომწლება ქონდა? ჩვენ აგერ პოზიტივი ვიპოვეთ. ხო, ეს აქტივობები რაღაცები არ იყო. დღეს რაც აქვს მაგალითად სკოლებს უფრო დადებით და უფრო მეტი, ჩვენ დროს ეგ ისე არ იყო რა. კარგი გამოსწილი. ძალიან კარგი. მოვიკითხავ აქედან. გარჯომას. გილოცავთ მას. ხო რა. სკოლაში არა, რეალურად რო თქვა, ბევრი კარგი მასწავლებელი მახსოვს მართლა, ბევრი მიმართულებით და ეგ სიტუაცია მეც მქონდა რა, ბევრი ისეთი გაკვეთილი იყო ხოლმე, რომ ხშირად გასცენილა ეგეთ რაღაცას სასაუბროთ. მაგრამ დანაკლისი არ არის რა ჩემთვის აი. არა, არც ის თანხა საჭიროა. მეც ეგ გაკვეთილი უფრო მიყვარდა რა. გაცდენის გამო თუ უბრალოდ იმის გამო, რომ საიდ კვესტი რო ახსენეთ, აი ეგ იყო რა, რომ ფარმავ რაღაც XP-ს და ცხოვრება შეიძლება უფრო წინ წაქციოს, ვიდრე რაღაც დაზეპირებულმა ლექსმა მაგალითად, ან სხვა რაღაცა. ანუ სკოლიდან რაც შეიძლება გავიხსენო, ხა არ დავასახელებ კონკრეტულად, მაგრამ იყო ერთი მასწავლებელი, რომელიც არ ასწავლიდა ჩვენ კლასს. მაგრამ სულ მინდოდა რომ შემოსულიყო ჩვენთან რა. იმიტომ რომ ერთხელ იყო შემოსული, სხვა მასწავლებელიც მაგილად, ცუდად გახდა თუ რაღაც არ მახსოვს რა. და შემოვიდა და რის გამო რა. საერთოდ არ იყო იმ საგანზე, არც საგანი მიყვარდა დიდად და არც ის თემა, რასაც გავდივი სკოლაზე. დამოკიდებულება ჰქონდა სტუდენტებთან, სხვა მოსწავლეებთან, სხვანაირი რა. რაღაც ყველა მასწავლებელთან განსხვავებული. აი, ჯერ რო შემოვიდა ისედაც სხვანაირი აურა ჰქონდა. ზოგადად აურის არ მჯერა, მაგრამ მაგ ადამიანს ჰქონდა რა. ხო, იმიტომ რომ ძალიან კეთილშობილური აური ჩემო. ზოგადად მასწავლებელი ან ძალიან გუნავს, ან ძალიან არ გაინტერესებს რა, კიდია, იმიტომ რომ ან ძალიან უპასუხისმგებლო ტიპია, ან ძალიან დამთრგუნველია ხოლმე რა. სკოლის მასწავლებელი სიმკაცის გამო. ან პირიქით ვერ ამკაცრი და კიდია. და ეს ძალიან პატივისცემის და მოწიწების ის გამოიწვია ჩემში რა, ეგრევე რომ შემოვიდა. და მაგის მერე ძალიან დიდ პატივისცემდი მაგ ადამიანს რა. ეხაც ძალიან პატივისცემ და მაგიტომ მინდოდა რომ შემოსულიყო, რომ ისეთი გაკვეთილო ჩაატარა, ისეთი დამოკიდებულებით ჩაგვიტარა, რომ მთელი კლასი უსმედით. საერთოდ არც თემა მაინტერესებდა, არც საგანი კიდევ ერთხელ, მაგრამ ძალიან მომეწონა რა ის ფაქტი, რომ აი იმას ისე უყვარდა ეგ თემა და ისე გადმოგცა ჩვენ და ისე მოგვიდგა რაღაც თან მეგობრულად, თან უფროსი უმცროსიც გაითვალისწინა, თან რაღაც სკოლაში არ მაგზნობინა თავი, თან დროც მალე გავიდა რაღაც ეგ ჩავებეს და გონებაში და მე
მიზანი ეგ არის რა დღემდე ჩემი რომ რაღაც მასეთი გახდე, მაგ ხო? შედეგზე მივიდე რა და სულ ვცდილობ რომ ან ჩემ სტუდენტებთან ვიმეგობრო ან რაღაც კაი დამოკიდებულება მქონდეს სულ არაფერი რა და თან ისიც შენარჩუნდეს რომ მე ლექტორი ვარ და ის სტუდენტი არის და გამოდით აკადემიურის არ დაირხოს. სკოლაში იმდენად არა, სკოლაშიც ვასწავლე ტექნოლოგიებს. სკოლაში იმდენად არა, მაგრამ აი იქ ჯუნიორს მიმართულებით ბავშვს რო უყვარხარ, მაგას გვგრძნობ რა, ძალიან ხშირად. მოდი აი მოსწავლეებო დააკომენტარეთ. დაამტკიცეთ ან უარყეთ. ჯუნიორებიდან დააკომენტარეთ. არა, სკოლიანს დააკომენტარეთ, თქვენს ძალიან მიყვარხართ. ის უნდა ვახსენე რა. ერთი სტუდენტი ყავს ეხლა, ბევრი ყოლია, მაგრამ ეხლა მიგნარე რო შევდივარ ლექციაზე fist bumps მიკეთებს ხოლმე და შევდივარ და მას fist bump. You cool? აი შემოდიოდა მას you cool ესე იძახდა და მე რეჯდებოდა. ახლა რო შეხვიდოდი ეს თუ დაგხვდებოდა მას you cool. ძალიან საყვარლებიანი რა. ხა ეგეთ რაღაცები ძალიან გამახსოვდება მასწავლებელსაც და მე ძალიან ბედნიერი ატარებ ის 2 საათი რა. ის you cool-აც და ისე ჟღერს რა სტუდენტისგან. აი მასწავლებლის ბედნიერებას გამახსენა რომ აი ჩემთვის რადგანაც ეგ სწავლების პროცესი იყო სიამოვნება რა. ანუ ერთია რომ ემოციურად რო იხარჯები, იმათგან რომ მოდის ეგ რაღაცა პოზიტივი, აი ამ დროს იღებ. ეგ ამთავარე. და პრობლემა რაში მქონდა, იცი? აი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში რა, ბევრი უფასო კურსი გამიკეთებია და განსაკუთრებით უფასოდ რომ მე თვითონ ვიფიქრებდი რაღაც კურსებს პირობითად რომ აი რაღაცნაირად ადამიანებამდე მიმეტანა ცოდნა და იმიტომ რომ სუნტკიოდა რომ აი რაღაცა ჩემს სკოლაში რო არ ვიცოდი ტექნოლოგია რა იყო ისე თორემ სამ უნივერსიტეტში მე არ ჩავაბარე და იქ არ ვისწავლე რაღაცეები ძალიან მწყინდა რომ თურმე რა შესაძლებელია რომ სკოლის ასაკშივე რაღაცა ცოდნა მქონდა რომ აი ეხლა უფრო მაგარი ვიქნებოდი სულ იყო ეგ მომენტი რა და მეთქი აი მივცეთ რა ეგ ეხლა უფრო მაგარი ვიქნებოდი რომ მაშინ მესწავლა ვიღაც სხვა ბავშვებს რა და როცა ამ კურსებს ვაკეთებდი ხოლმე და ვიღაცები რეგისტრირდებოდნენ და მე რო არ ესწრებოდნენ ძალიან ბრაზდებოდი რა მეთქი ეს ხო თქვენთვის გავაკეთე რაღაცა და რაღაცა ნეგატივი მოდიოდა ხოლმე და მე მანდაც გავიაზრე რაღაცეები რომ ის ადამიანები რჩებოდნენ ხოლმე იმდენად იხარჯებოდნენ მაგარ შედეგს დებდნენ ხოლმე რომ რაღაცნაირად მიბალანსებდა მაგ მომენტს რა მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო რომ როცა წელი გულით რო იხარჯები რაღაცაში და აი რა თითქოს არაფერი დავაკელი მაგრამ რაღაცნაირად არ ირთვება რა ისე როგორც ეგ რაღაც არის ხოლმე რომ აი მე მაგალითად ესეთი ის მაქვს რა აი 20-დან 2 მაინც იმ შედეგზე რომ გავიყვანო რაც მე გეგმაში მაქვს მაგალითად და კმაყოფილი ვიქნები ეგეც რაღაცას ნიშნავს რა რა მე მაქსიმალისტი ვიყავი და იდეალისტი მეც ეგრე ვარ უბრალოდ შევეშვი კლაუდა ეგ რა შეუძლებელია ან მაგას სჭირდება მაშინ მენტალიტეტი სხვანაირი თვითონ აუდიტორიისას მარტო შენი არა მაგრამ ნებაყოფლობით კურსებში ისე ვიწახი რომ კიდე შედარებით ბევრად კაი სიტუაციაა რა იმიტომ რომ თვითონ უკვე სურვილი აქვს ან თვითონ რომ სტუდენტი მოდის მსაობით რომ ისწავლოს მანდ უკვე ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია რა შენ უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდო მაქსიმალურად კარგად რა მაგრამ ნუ ეგეც ის არის მაგრამ ხა თქვენ შემთხვევაში და ისე ზოგადად ხანდახან მშობლის ჩართულობით და ძალიან სენსიტიურია ხანდახან რაღაც საკითხები მაგალითად ბავშვთან თუნდაც სწავლების მიმართულებით ეგა კიდე ცოტა უფრო რთულად აუ ძალიან ბევრნაირი არის რა ბავშვი ყველა ხო ინდივიდუალურია და ზოგი არის რომ რაღაცა თუ ვერ გაიგო შეიძლება არ კითხოს და ჩაიკეტოს ან ვიღაცა თუ რაღაც გაიგოს და შეიძლება თავში ავარდეს და მე აღარ ისწავლოს და ის ვეღარ გაიგოს და ძალიან შეიძლება ჯგუფში ის 15-16 იჯდეს სიტუაცია ბავშვი და ყველა ინდივიდუალურია რა და ვიღაცას რაღაცა რო აინტერესებს რაღაც თემა მოვიდა სიტყვაზე რობოტიკის ასწავლო ისე ელოდება რომ ადგილ და პირდაპირ რობოტს აწყობს მაგრამ მარტივად არა ეგრე სამყარო მოწყობილი რა სამწუხაროდ და ჯერ რაღაცა ის საფუძვლები უნდა ისწავლოს და სულ არაფერი კომპიუტერში არ უნდა დაიწყოს რა და ეს ეზიზღება ყველა ბავშვი იმიტომ რომ ბავშვი ეგრეა მოწყობილი რომ პირდაპირ უნდა მიიღოს ჩვენ უხალისებთ რა კომპიუტერებს ვახატინებთ ხო რა ჩვენ სავს ვცდილობთ მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია რა კიდევ ერთხელ ხო აი ეგ არის რა ესეც ძალიან ჭირს რა ვიღაცა შეიძლება მიხვიდე იმ ეტაპამდე რომ თამაშებს შექმნას ასწავლი და უცებ იგებ რომ ბავშვ თამაშის შექმნა არ უნდა და შენ ფიქრობ რანაირად არ უნდა ბავშვ თამაშის შექმნა ბავშვი არ არსებობს რომ თამაშის შექმნა არ გაუხარდეს კი მაგრამ არა იმას საიტების კეთება უნდა და რატო უნდა და მაგრამ უნდა და შეიძლება გაიგოს სადღაც ან ვიღაცნად სავეყალა დეველოპერი და ის მაგარი ტიპია და იმასაც საიტების აწყობა უნდა და ეგეთ რაღაცები ძალიან მოქმედებს რა ბავშვის ფსიქოლოგია მთლიანად ბავშვის ფსიქოლოგია მთლიანად გარემოზე რა გარემოზე დამოკიდებული და შენ თუ იმას მიაღწევ მასწავლებელი რომ შენი მოსწავლის როლ მოდელი შენ იყო მე ყველაფერს ითვისებს შიგან და რამდენსაც გინდა იმდეს მიაწვდი და შეისრუტავს რა
ყველაზე სწრაფად განვითარებადია ბავშვი, მაგრამ ყველაზე მარტივად ჩაკეტავს რაღაც სწავლო თუ არ უნდა. ჩემი აზრით ეგრეა რა. ეგეთ მომენტებში განსხვავებული მიდგომა შველის ხოლმე, აი ჩაკეტილ ბავშვს უკვე რაღაც სხვანაირად დაანახოთ. კი. აი რაღაცას თუ გააგებინებ, ჩაუჯდები და ინდივიდუალურად მივუდგები და გააგებინებ, მე შენ იმიდი ეძლევა ძალიან იმ ბავშვს რა. რაღაცა რო არ გამოდიოდა თავის თავში ჩაკეტა ეგრო, მე ეს არ გამონდის და დავიკიდე და მე ასწავლებელმა ამიხსნა და უი მარტივი ყოფილა და რა მაგარია რომ პატარა ამიხსნა და გამარჯვება აქვს, ხო, ხო, მაგ გამარჯვება აქვს. ეგ რევარდი უნდა ანახო რაღაცა მაგ დროს რა ბავშვს აუცილებლად. აი მაგ რევარდს მიიღებს თუ არა, ყველაზე რთული რევარდისთვის ბოლომდე იბრძოლოს მე რა. ხო, აი შეიგზავს იმ სიამოვნებას, რომ გაიგო რაღაცა და მარტივია. აი ძალიან ბევრი შემთხვევა გქონია, რომ ბავშვს წასვლა უნდა, მშობელი რეკავს, რომ мотиваცია აღარ აქვს, ვეღარ დაგყვავს და ერთი ინდივიდუალური საათი მაგალითად ბავშვთან რომ აი ეს მასალა აღვადგინოთ და ის ბავშვები მე რჩებიან 90% დაახლოებით რა. ხო, აი ეგაკლია ალბათ სკოლებს რა ყველაზე მეტად. ჩვენ რასაც აი პირველი მესიჯი რასაც ვაჟღერებ პირადად მე აუდიტორიასთან არის რომ კითხვა დასვით. ანუ ეგ მაგას მინდა რომ მივაჩიო ბავშვი. მარტო ბავშვი არა, ჩვენც ეგეთები ვართ რა, ხანდახან გვეუხერხულება კითხვის დასმა. მეც ძალიან ხშირად გქონია რომ ვერ დამისვამს კითხვა, იმიტომ რომ რა ვიცი, ან შეიძლება ინტროვერტი ვარ, შეიძლება რაღაცაზე ნერვიულობ, შეიძლება რაღაც ისა ფაქტი. და აი მაგას მანდამდე თუ მიიყვან როგორც ლექტორი ბავშვს რომ რაღაცას რო ვერ გაიგებს, იქვე გაიკეთოს ფიდბექი, ანუ ეგ სწავლის პროცესი ბევრად მარტივდება რა. ხო, მაგრამ მაგამდე მისო რთულია. ძალიან. მე მახსოვს პირველ კურსზე, შთა ისე აი მიждდებოდი შთაზე რაღაცა და იქ რაღაც 100 კაცში რო გუშინ ვიხსენებდი გუშინ. ზაქვია იმას ილიაში ვასწავლე. აი მიждდებოდი უბრალოდ და მოთ 100 კაცში რაღაც ლექტორი რაღაცას ხსნიდა ხოლმე, რაღაცა ალეგორიებს რაღაცებს მოიყვანდა ხოლმე, სულ მინდოდა რაღაც მეკითხა. უბრალოდ 100 კაცში კითხვის დასმა მაგარი რთულია რა. მე ვიღაცა შეიძლება ანუ ჩემი აზროვნება მაგ დროს რაღაც თან ძალიან ინტროვერტი ცოტა კომპლექსიანი ვიყავი ხოლმე სახალხო გამოსვლები ნაკლებად მიყვარა და განსაკუთრებით და მეთქი ხამე რო რაღაც ვიკითხო თან სულობა რო გამომივიდეს და ვიღაცამ სულად ჩამთვალოს, ნუ ეგ მომენტი იყო ყველაზე დიდი რა. ეგ ასულ. ხო. მაგრამ მე აი ვისწავლე ეგ ამბავი, რომ კითხვის დასმა ბევრად შედეგიანია და რა ვიცი, სულელად ჯობია ერთი წამი ვიყო, ვიდრე მთელი ცხოვრება მე, რომ კითხვა არ დავსვი და ის ინფორმაცია მინიმუმ ისე ვერ მივიღე, როგორც შეიძლება და. სხვადასხვა ეგ მომენტი არ მქონია არასდროს. ბავშვობაში ვიყავი ძალიან ინტროვერტი, და პატარაობაში რა და წამოვიდიო. არავისთან კომუნიკაცია მქონდა და მე რაღაც მომენტში რაღაც გარანტიის ასაკში ძალიან გავიხსენი რა. არასდროს არ მერიდებოდა უცხო ხალხი თუ იყო იმ გარემოში ამის კითხვა ან რამის გარკვევა რაღაცა. აი უფრო სანაცვლო მოწრე თუ იყო იქ შეიძლებოდა მომრიდებოდა რა. ეგ ძალიან დასახვეწი და ძალიან ისეთი კომპლექსური თემა არის. მაგით ვერ დაიბადება ვერავინ და უნდა გამოიმუშაოს რა. ან თუ დაიბადება რა ძალიან ისეთი. აუცილებლად გამოსამუშავებელი უნარია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ეგ რა. ეგ უნარი. მიბაძეთ ოტოს მეგობრებო. თავიდანვე. ხო, არაფერი არა მოსარიდებელი რა. ანუ რაღაცას შეიძლება ისეთ სულელური კითხვა დასვა, რომ ყველა მიცოდა იმ ოთახში და თან გააჟღერეს კიდევაც გამოგჩა და დაქცინეს, მაგრამ ანალოგიურ მომენტში მე შემოbrunდება რომ შენი ცოდი და იმან დაგისვა კითხვა და საბოლოო ჯამში ის სასაცილო მომენტი დაცინოთ შეიძლება არ მიიღო რა, ან გაატარო რა. ხო და ბავშვებო არ დაცინოთ ერთმანეთი. ხო. აქაც დაწერეთ კითხვები აუცილებლად კომენტარებში და ხო, ბევრი ყოფილა. ეგ გამომღამრი კითხვა საერთოდ არ სვავენ რა ჩემთან რა ყოველ შემთხვევაში აი. მაგას თუ ვიხვეწებით რა. სადაც კითხვას დასვათ იქვე გამოიწერეთ არხიც. ხალხი წვალობს აქ და დაულაიქეთ. ხო. ხო. თან ჩვენი პირველი კოლაბორაციაა და გვინდა რომ ის კარგი ფეხი გქონდეს რა. ამ კოლაბორაციამდეც გადავიდეთ მაშინ რომ ამ სწავლებაში ძალიან კაი რაღაც დაიწყეთ YouTube პროექტი, სადაც ტექნოლოგიებზე და ბევრ საინტერესო რაღაცებზე საუბრობთ. ჯერ კიდე მაშინ დავიგეგმეთ კოლაბით, რომ აბა საერთო რაღაც გავაკეთოთ და მთელი ამბავი. და რაღაც დიდი პაუზა გამოგივიდათ ხა ბოლო პერიოდში. ეგრე გამოვიდა კვირაში გადაც. პაუზა ხო? მოდი ხა დავუწყოთ რა იყო გეგმა და იდეა რომ დაიწყეთ ამის. და მე პაუზამდე მივიდეთ რატო გამოგივიდათ ამხელა პაუზა და რა გეგმები გაქვთ. თავიდან გვინდოდა ესეთი რაღაც რომ ანუ არსებობენ ადამიანები ვინც არიან რაღაც გარკვეული მიმართულებით ტექში მით უმეტეს ვინც ისიან ძალიან ბევრი და შეუძლიათ ამ ყოველფრის ადამიანებამდე ძალიან კარგად მიტანა. უბრალოდ არ არიან ცნობილები, არ მიუწვდებათ ესე აუდიტორიასთან რაღაც ხმა და არ იცნობს არავინ. და არსებობენ ადამიანები, ვინც არიან ძალიან ცნობილები ტექ მიმართულებით. ვინც არც თუ ისე კომპეტენტურები არიან და ყველა მიცის. ყველა მიცის. ანუ მაგ ვინმე ცნობილი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი გიგია?
მე კი ვიცნობ ბევრს. არა, ცნობილი არა. ცნობილი კი ცნობილი მაგრამ თვითონ. ძალიან ბევრი ადამიანი იძლევა მაგალითად რჩევებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. საქართველოში ყველა ექსპერტები ვარ, ეგრე ყველა არის თემის. ხო და ეგ პრობლემა მაგ პრობლემის მოგვარება გვინდოდა რა იდეაში. მაგრამ მე ვიფიქრეთ და თან რეალობაც ვნახეთ, რომ პირდაპირ დაგვეწვა ესე ადამიანები, ვინც საერთოდ არ არიან ცნობილები და ჩვენთან მოგვიწვია, სამას ნახვას ვერ გავცდებოდით. ჩვენც არ ვართ ცნობილი. ჩვენც ცნობილები არ ვართ, ეგეც გავითვალისწინოთ დიახ. ხო და ამიტომ ჯერჯერობით გეგმავთ ესე რომ ანუ ის ადამიანები, ვინც ამ ეტაპზე ცნობილები არიან, ტექ მიმართულებით პოდკასტები ვაკეთოთ და თან გვინდა რომ ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობას დავანახოთ, რას ვაკეთებთ, მაგალითად, თუნდაც ყოველდღურად ბლოგი იქნება, პროექტები იქნება, თუ რა იქნება, გვინდა რომ ჩავიწერთ. იტას და ბასტოს მოვიკითხავ, რომ ასე გვერდში გვედგნენ სულ და ძალიან დიდი მადლობა. რამდენჯერაც რამე გითხოვია და დაგიფასებთ აუცილებლად ცნობილები რომ გავხდებით. ხო, მოკლედ ეგეთი ადამიანების დახმარებით გვინდოდა რომ ჩვენი არხი ჩვენ რა ყოველ შემთხვევაში ისე იმდენი შეგვძლებოდა რომ სხვა არაცნობილი პროფესიონალი ადამიანები სხვებისთვის გაგვეცნო რა. ეგ იყო მიზანი. ნუ პირველ ვიდეოში ახსენეთ ეგ, მეორე ვიდეოშიც ალბათ არ ხავს და საბოლოო ჯამში იმას შევჯერდით რომ ვაწარმოოთ ტექსტზე კონტენტი, იქამდე სანამ შევძლებთ, რაც გვწოდნაც გვაქვს, მე რასაც ვისწავლით იმაზე, რომ რისერჩებთ. ხო, რომ რამე ცნობადობა შემოვიტანოთ თან ტექსტზე, იმიტომ რომ არ არის რეალურად საქართველოს ბაზარზე YouTube მიმართულებით ტექ არხები რაც არის კი ბევრი კარგი არხი არის, მაგრამ რამდენიმეა სულ. ხო, რამდენიმეა და წელს შაშან გაჩნდა კომპიუტერის აწყობა და ეგ უფრო მეტია კიდე რა. განხილვა არის და ეს არის ანუ რაღაც საგანმანათლებლო კუთხით თითქმის არ არის რა არხი. ბევრი კარგი წამოწყება იყო, ბევრმა დააპაუზა, ბევრს ისევ აქვს მიმდინარე და ყველას ხარდაჭერა და რესპექტი ჩვენგან და ჩვენც გვინდა რომ რაღაც ჩავერთოთ მაგ ნაწილში რა. თან რაღაც მომის თითქოს ჩვენ მე მგონი ერთ თვეში დავიწყეთ. მე მგონი და ხო, დაახლოებით ეგრე იყო რა. შაშან კიდე რამდენიმე არხი გაჩნდა, რომელიც რაღაცნაირად ამ კუთხის ამ მიმართულების კონტენტის კეთება მაგარი რთულია რა, იმიტომ რომ ძირითადად YouTube ავტორი არის მიჩვეული ცოტა მეტად გართობის კომპონენტებს, რომელიც აქ შეიძლება შედარებით ნაკლები მოეჩვენა. თუმცა ესე ვიტყოდი მე პირიქით. ხუმრობთ ხოლმე, აი ეგ მაგით გვინდა ამ მიმართულება გვინდა რომ თან სახალისო იყოს ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რომ მონოტონური და მოსაბეზრებელი არ გახდეს მაგალითად სწავლება. როგორც ბავშვებთან გვაქვს მიდგომა და ახლობით ეგრე გვინდა მივუდგეთ YouTube მაყურებლებსაც. ანუ თუ იქ აკეთებ რატო არა მაგალითად YouTube-ზე რა. ხო, თუ ეს პირადში სხვანაირად ხარ, ხო YouTube-ზე შეიძლება რომ ზედმეტი აკადემიურობა მოიშორო რა. ჩემი აზრით YouTube მაყურებელი უფრო ბავშვი არის და მიუხედავად იმისა, რომ დასრული და ჩამოყალიბებული იყოს, როცა YouTube-ზე რაღაცას უყურებ, აი, მეც სიტყვაზე ტექში ვარ, ხო? მაგრამ ვიღაცა ინდოელის დაშლილი პულტის ტუტორიალს ისე მიყურებია, რომ ვერაფერი ვერ გამიჯდია რა. ხო, ესე შეიძლება ისე გამოვიწვის, მაგრამ იმდენი რაღაც მაქვს ნასწავლი. მეც დიდი პატივისცემის იქით რა, არაფერი მეთქვის. ხო და ანუ ეგ იმიტომ მუშაობს მაგათ ტუტორიალები, რომ ძალიან ბეის დონეზე ხსნიან რა. ყველასთვის არის. ხო, ძალიან მარტივად. და სულ ის კომენტარია, ჩემი პროფესორი ესე ვერ მიხსნის. პირველი კომენტარი არის ეგ. გეუბნება. You put here. Всё, მეც put here. Всё. Press. Start. ეგინეს არტის. მეგორო, ბიჭების YouTube არხი იქნება აღწერაში, აუცილებლად გადავიდეთ, დაუკომენტაროთ ძველ ვიდეოებში, ცოტა მოიხოდოს და ალგორითმიც გააქტიურდეს და ახალი ვიდეოს მოკლედ ველოდებით წელს აუცილებლად. ჩვენ გვინდა რომ ესეთი კონტენტები რაც შეიძლება მეტი რა, ჰიტას იმას გავუთვალისწინებ, რაც მეტი იქნება, მით უფრო განმოვიცარებთ ერთმანეთს რა, იმიტომ რომ ამის ყურება რო დაიწყოს ხალხმა, საერთო ჯამში მე ერთმანეთს შევავსებთ. ძალიან სახი კონკურენცია. ხო, ჰიტაიზახს კონკურენცია არ არსებობს, მაგრამ რაღაცა მომენტში არსებობს ალბათ კონკურენცია, რომ უნდა იყოს კი, ახლა მუგზაურს კონტენტებშიც აშკარად ხა როგორ არ არსებობს, ყველა ცდილობს რომ ისედაც წავიდეს, სადაც მეორე არ არის დაყოფი და იმენია მართლა მარსამდე არა ვარ. ჩვენ მოგზაურობის თანასწორად რამე იმას შემოგთავაზებდით ალბათ რა. ძალიან მაგარ პროექტს საბოლოო ჯამში რაღაც საერთო დიდი ის რავაძებთ. დიდი რობოტი. აუ, დიდი რობოტი და სხვა შორის ახლა მე ტექ მოგზაურობის ამბავსაც გეგმავ, ერთ-ერთი მაქვს გაკეთებული CS-ზე ამერიკაში, იქ ერთის მხრივ გამიჩნდა შიშები, აი ტექნოლოგიების შეყვარებული ადამიანი. ხო და მე რაღაცა მაგ კუთხით ფიქრობდი, რომ მეთქი ახლა 50 წლის მერე ახლა ეს რობოტები, რომელიც სახეში რაღაცებს მიტრიალებენ,
აი წარმოვიდგინე რაღაც მომენტში, მაგრამ შემეშინდა რა. აი Boston Dynamics-ის რო არის ხელი რო აქვს, ხო იცი, არ და თან შიგნით ლიდარი აქვს სკანერი, ხო, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და სახესთან გამიშალა რა. და გამახსენდა მე რაც რამე ფილმი მინახია, აპოკალიფსზე რობოტების გადატრიალება. ტერმინატორია პირველი. წითლად რო დაიწყო იმ ლიდარმა უცებს სიმსიმ ლაზერმა, აი მაგ მომენტში გამახსენდა ყველა ფილმი. კაცობრიობის სტანდარტი არის AI-ის აღზევების ტერმინატორი. და მე მგონი რეალურია. ან მალე იქნება, არ ვიცი, იმიტომ რომ ეხა ის ხო ნახეთ ის ახალი აგენტების სოციალური ქსელი, სადაც მარტო AI-ებია და ადამიანებს არ უშვებენ და ერთმანეთს განიხილავენ ადამიანების მომავალს. ეგეც რაღაც ერთ-ერთი ინდიკატორია. ბიბსაუნდებით რო ლაპარაკობენ, ქირაობენ. ადამიანს რო ქირაობენ, ხო. ეგ ძალიან გადაობა რაღაცა გუშინ წინ წავს, მე 3 თუ 4 დღის პრობლემა. დასაქმებები რო დადოს, შეგიძლია რომ ადამიანი იქირაოს AI-ი. მე არ გამიტესტავს, არ ვაპირებ, ვისაც კიდევ გატესტავს. კარგად იხდიან ისე? არ ვიცი. ანუ job description-ია ჩოლებოს რაღაცები შეგყავს და მე AI ქირაობს და თანხა გერიცხება როგორც წავიკითხე. მაგრამ ჯერ არ მიცდია. თუ ძალიან გამიჭირდება, AI-ის ოქირავები და შაკი გავხდები, პრობლემა არ არის. ეგ მიმართულება, რა ვიცი. ეხა ხო იყო რომელიც მივიდი რომ პრემიერა თუ რაღაც არის კი, სად მახსოვს. უნგრეთი თუ რაღაც ეგეთი? ძალიან მოუდნელი იყო მაგ ქვეყნისგან. აი, აქ ჩასოვს ავტო, მე მაგ ქვეყანას. ჩავსვათ. აუ რა, აი, ჩასოვს. მაგრამ გაათავისუფლეს უკვე, იმიტომ რომ კორუფციაში ჩაერთო და რაღაც. ანუ რაც იფასებოდენია და ვადა გავუვიდა. რაც ისწავლა, რაზეც დატრენინგდა რა მონაცემებზეც, იმ მონაცემებს გაყვადა და თქმა უნდა კორუფცია ერთ-ერთი. ანუ მახსოვს რომ რაღაც ისეთი ქვეყანა იყო რომ მაგისგან AI-ის პრემიერობას არ ველოდი რა. და რაღაც მინისტრად იყო თუ რა, ან თუ პრემიერი ან მინისტრი, აღარ მახსოვს რაღაც ეგეთი. მეგონი პრემიერი. პრემიერი, ხო, ამით უმეტეს. ქვეყანა ჩავარეს უცივი. ძალიან მაგარი. ჩვენც შევაბაროთ შეიძლება. ალბათ შეიძლება ეგეთი წარმოვიდგინოთ საბოლოოდ მომავალი რა. ისე წარმოვიდგინეთ ეხლა რომ საქართველოში კლოდი იყოს პრემიერ-მინისტრი. მე მგონი ქვეშველება მაგრამ. კლოდი არ მოვხდი. დამიჯერე ქვეშველება. ამას ჯუბ, ჯემინი ხო, ანუ შეიძლება. ჯემინი უკვე ძალიან ისეთ. ჯემის ბევრი ჩარჩო აქვს აკადემიური და შეიძლება რა იგი უფრო კაი იყოს, ხო. რომელი მოუხდებოდა ყველაზე მეტად საქართველოს ეხა ამ განს იმით ChatGPT ალბათ რა. ChatGPT. ამ ChatGPT ბალანსია. ChatGPT ბალანსია? კი. არა, ეგ არ გვჭირდება. არა, ძალიან ისეთია მანიპულატორი ტიპი არის ChatGPT რა. მაგრამ მაგარი იქნება რა. AI პარლამენტში? AI პარლამენტში. ან AI-ის დაფუძნებული რაღაც სისტემა, რომელიც ავტომატიზაციას აკეთებს რაღაცეების პირობითად. მაინც აი პარლამენტის გამართულები გინახავთ თქვენ? კი. ანუ რა ძინავს და თამაშობ. რა მნიშვნელობა აქვს ხა იქ ვინ იქ? ან ის მაინც რო იყოს ავტომატიზაცია ღილაკს ახლა თავს როგორც კი მოუჭო. ან გაგეცემათ ხო არა ეგ სისტემა რა, აი ბავშვებს რო იმაში სკოლაში რამდენად ყურადღებით არიან ახსნაზე. რა, ეგეთი რო გავაკეთოთ პარლამენტში და გოგოს სამაჯურები, ეგეთი რო გავაკეთოთ. გოგოს 220 ვოლტი ერთი წამით ეგრე წყალ. აი უკეთოთ პატარა. ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ გამოფხიზდებიან, შეიძლება მაგარ პროექტები შემოაგდონ მე. შეიძლება გვეშველოს და AI აღარ დაგჭირდეს კაი სამოჭერიც. არა, ამას არ ამოუჭრია. ეს აუცილებლად დაიდე. კარგი, მაშინ შეიძლება გვეშველოს და AI აღარ დაგჭირდეს საომავლოდ. მეგორო ჩვენ მულტივერსის საქართველოსია საუბარი რომ იცოდეთ მე დაჭერის მიზეზი რო არ მივცეთ აქ. სადღაც პარალელურ სამყაროში ეგეც საქართველოს არსებობს. კი სადაც AI არის. სადაც ხო უფრო განვითარებულია ალბათ. და კიდე ისეთი არსებობს შენ ხარ. მაგრამ მე მჯერა რომ ანუ ტექნოლოგიებით შეგვიძლია რომ რაღაც მოწინავე პოზიციები დავიკავოთ. მაგის პოტენციალი გვაქვს. არა. AI-ია მთლიანად ჩართული, შეიძლება ჩემი გარემოცვა ეგეთი და თქვენი, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი ადამიანია უკვე მაგ მიმართულებით რომ სტანდარტულზე კარგად ესმის ეგ საკითხი. როგორც გონიათ რომ საქართველოში სავალალო მდგომარეობა ტექნოლოგიებით და ალბათ შეერდის დავეწევით ამას და რაღაც საერთოდ არ არის ეგრე რა. საკმაოდ წინ არის საქართველოს მინიმუმ ქუთაისში ის გვაქვს რა ქვია ბიომეტრიული პასპორტები. პრემიერში გქონდა რომ რაც გერმანიაშიო რაღაც კონკრეტულ პროპორციაზე 100 მაღაზია არო და ჩვენთან 130-ია ხო? აი ჩვენ პროპორცია რო ავიღოთ ერთ ქვეყანაში ბევრად მეტი ტექ ტიპი არის ვიდრე იგივე გერმანიაში შეიძლება შევადაროთ რა და ეგ ძალიან მაგარი ინდიკატორია ბო ჩვენ აი რაღაცა ბოლოში გვაკლია ბოლო ეტაპზე ქვეყნის პრიორიტეტების ნაწილში მეტად ტექნოლოგია დაპრიორიტეტდეს და აი სულ მაგას ვიძახი რა ხა აღარ მინდა ხოლმე ბოთ გავიმეორო მაგრამ ტექნოლოგიას დაფუძნებული ჩვენი ქვეყანა
მისი ეკონომიკა იქნება. ჩვენ შეგვიძლია უმდიდრესად ვიცხოვროთ რა. აი ძალიან ან თან ეხლა ცილებით ძიდარი ქვეყანა ვიყოთ და თითოეული პენსია იყოს $300 რა ვიყო. იყოს ჩემი რამიც. ეგ არის განსაზღვრულად რთული თემა არის რა. რაღაც დოკუმენტურ ფილმს უყურებდი AI-ს და მომავალთან დაკავშირებით და ანუ GDP რაც რაღაც ქვეყნების სადღაც 70 თუ 80%-ზე მეტი არის საერთოდ რაც Nvidia-მ და დიდმა კომპანიებმა AI-ში დახარჯეს საერთოდ. და ეს მოგება რაც აქვს რა და ეგ არის კატასტროფულად დიდი მაჩვენებელი რომ ამდენ ქვეყანაზე მეტი ფული დაიხარჯა მარტო მაგ მიმართულებით. და ანუ სად უნდა წავიდეს რა უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალია ეს აი digital hub-ი გახდეს, digital nomad-ები რაღაცებს Silicon Valley, მათ რაღაც ბუნებაში აშენდეს სივრცეები, ჩამოვიდნენ ადამიანები, დაბალი გადასახადია, კაი ცხოვრებაში დაარებით იაფია პირობით და გარემო ბუნება ყველაფერი გვაქვს. ხო, მაგრამ ყველაფერს იყენებენ რაღაც ცუდი მითქომებით. აი დაბალი გადასახადებიაო. თაში ის იყო დენი უფასო გახადეს, სახელმწიფო გახადებას უბრალოდ მაღალმთიანი, სადაც ადგენენ და მაინერები დადგეს. დააშენეს. ის არა, აქ პრობლემა არ იქნება და ხალხო დაედგა, მაგრამ თვითონ დადგეს და ეგ არის პრობლემა. ხალხმას დადგა, თვითონაც დადგეს და მე ის ხალხი დაიჭირეს და თან იმ ხალხს ვინც არ დადგა და სარგებლობდა უფასო დენით, იმას ჩამოართვეს და ახტევინებენ. ხო, აი ბალანსი არ გვაქვს რა. ანუ რაღაცა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თან საზოგადოებამაც უნდა ისწავლოს მაგის მოულა და გამოყენება სწორად რა. და საქართველოში კიდე ეგ პრობლემა გვიდგას, რომ ყველას ყოველთვის მწვერვალისკენ იყოს ბრძოლა რა. მედია ციგნიერება, მაგ ბალანსის თემა, ეგ არის საყვარელი მიმართულება საერთოდ მედია ციგნიერება, ციფრული ციგნიერება, ინტერნეტ საფრთხეები, ეგეთი რაღაცები. ხო, ეგ არის აი რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ჩემი აზრით, რომ ცოტა მე წინ და კიდე ერთ წამომატებდი, მან ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება რა. ის კი არის, რომ აი მეზობელმა პირობითად რა ვიცი, რაღაცა მითხრა და ეგ სტატისტიკაა უკვე რა. აი ეგ არ არის სტატისტიკა. რაღაცა იქ კაი სწავლა. ჩემი მეგობრიდან 3 მაგალითად პროგრამისტია და მაგარია და ხო, აი რაღაცა ეგ მსგავსად აზროვნებენ ადამიანების დიდი ნაწილი მე რაც შემხვედრია რა და ეგ არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ შორს აღარ იყურებიან, იმიტომ რომ მაგისმა მეზობელმა უკვე უთხრა და მაგისმა მეგობარმა უკვე უთხრა და მორჩა მან დამთავრებული ამბავია რა. იქ ინფორმაციის გადამოწმება, არა დღეს რამდენი ის გვაქვს ხო რაღაცა ინსტრუმენტი რომ ინფორმაცია გადავამოწმოთ, უამრავი. აი მაგ ინსტრუმენტებს გამოყენება. კიდევ გავაჟღერებ რომ search-ისთვის ChatGPT არ გამოიყენოთ. search engine არ არის. ეს საყვარელი Perplexity Google-ს შოულა. AI. აუცილებლად. Google AI. ძალიან ჩემი საყვარელი ფიჩერი არის Google-ის. ხო, მართლა. კი, მე საკმაოდ ზუსტი არის, მაგრამ რაღაც მომენტებში მაინც უნდა გადავამოწმო რა. Google ეგ არა ბაზა და საერთოდ ინფორმაციის წყარო რაც გვაქვს ინტერნეტში არის Google. www. და იმაზე კარგად რაღა უნდა გაგიკეთოს რა. არა, კარგია. ChatGPT რო გამოდიოდა სულ ეგრევე ფსონი დავდე Google-ში. იმის მიხედვით რომ ChatGPT დღეს ბევრად სტაბილურია, მაინც აი მემორის და რაღაცების გამო, ბოლო 1 წელია თითქმის 70-80%-ს Google-ს ვიყენებ. და ChatGPT-ის გამოყენების იმან დაიწია თან რა. ChatGPT-ში ერთი რაც მევასება არის პროექტები რა. პროექტებს ქმნი და იქ აი რაღაცნაირად ძალიან მაგრად მექანიზმები და ყველაფერი შემოქვს და იდეალური რაღაცა. ეგ რო დაემატება რაღაც მომენტში. Workspace-ი უკეთესია. Workspace-ი რო ხო, Workspace-ი ვერად კაია რა. რაღაცა თან გადადის, ახლა თუ დაამუღამე თითქმის იდენტური რაღაცები წამოიღეს. ეგ მომენტი რო დაემატება, იმიტომ რომ გატესტილია რა ChatGPT მიჩვეულია ყველაზე კომფორტულად გამოვიდა. ანუ 90% მოსახლეობის 80-ის AI არის ChatGPT რა. ჩემი აზრით რადგან პირველი იყო და პირველი hype იყო ChatGPT, მე ხალხი მიეჩვია მაგ ინტერფეისს და მაგიტო არის კარგი ეგ თორე ეგ მაგრამ ძალიან მარტივია რა. მეტი აი არ ჩათია რა, Messenger-ში შედიხარ და რა უნდა იყოს ელაპარაკები. ხო, მაგრამ აი ეგ რა მთელი ამბავი. მაგალითად არ იყო ხომე ახალი ფანჯის გახსნა, ამბავია ჩემს. ხომე ეხა დაამატეს აი ეს რაღაც ერთი თვის ამბავია. ეგ მომწონს. და სხვათა შორის OpenAI იყო გაჩერებული Google-ის გამო ცოტა ხანია. ჩვენ წყვეთო განვითარებას რაღაც AI-ის მოდელის მიმართულებით და უნდათ რომ response time-ი რაც არა, image generator-ს უფრო სწრაფად დაეგენერება ფოტოები, იმიტომ რომ Google იმდენად სწრაფად აკეთებდა მაგ ყველაფერს, რომ ChatGPT-ის image generator-ებს თითქმის აღარ იყენებდა არავინ. ხო, დღესაც უფრო სწრაფია მაინც. ეხლა უფრო სწრაფია. მაგრამ სხვა შორის ხარისხი შეიცვალა ძალიან. ეგ კონკურენცია შვება მაგას რა, შეიძლება საერთოდ უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო ეს პროცესი OpenAI-ის დამაგარი ფაქტია, რომ
Will Smith-ის ბაგეტის ჭამით რო განისაზღვრება. გავაკეთე მაგის რილსი რაღაცა 3 წლიანი განვითარების ამბავი რაღაც დიდად არ წაიღო, მაგრამ იქ იყო თავიდან რაღაც დიდი ყბა და რაღაცნაირად რო იწელება რაღაცა და ეხა რო ვიდეო სხვადასხვა Hicksfield-მა თუ კლინგი იყო, ხო Hicksfield-ი იყო, არ ვიცი რომელიღაცას დაგენერებული იყო, სადაც ამ სპაკეტს ამზადებს კიდევაც და მე იმენ ძალიან ესე სინემატიკში მიიწმეს და რაღაცა ძალიან დიდი პროგრესი იყო რა. ეგის დავდე? არ ხანდახან იმდენად ან ფოტოებს მიწყობს ხოლმე მარტო ესე წინიდან ფოტოს უგდებს სახის და რაც კი დეტალებს ხედავს, იმით შეუძლია ოთახი ამიწყოს. და ძირითადად 80% ინტერიერს გავს. ის ლოკაციას დააფიქსირა 1-2 ჯერ ფოტოში და იმ ოთახში რაც იყო ძველი ფოტოებიდან ამოქექა და ისინი ჩასვადა. აი ჩვენი ფოტოები მაქვს გაკეთებული ფაბში და რაღაცეები. ვითომ board games თამაშობთ, ვითომ რაღაცა შვებით და მთლიანი ფაბი აქვს აწყობილი თავისით. და გავდა რეალურს. კი, ზუსტად ერთი იყო ჩათა. კუთხეში დევს ლაზერკათერი რა. და ეს კუთხე დაინახა რამე? კუთხე დაინახა ლაზერკათერს და მთლიანი ლაზერკათერი დადგა. იმ მოდელი ზუსტად იმ ფერებში არ უნდა ხავს არასდროს ის ლაზერკათერი. ნუ Google Lens სისტემაა რა. Google Lens-ი რამდენი წელია მუშაობს, ამ ხელა ცოტა მაშინებს. რამ ხელა ცოტა ოდნავ. ძალიან დიდი მონაცემი აქვს. არ უნდა ხავს ის ლაზერკათერი. მაგაზე იცი რამდენი სარჩელი ყავდა ჯერ? ძალიან პატარა უნდა იყოს. ანტიმონოპოლისტურმა რაღაცა იქ სამსახურმა ამერიკაში დაავალდებულა რაღაც რო ეს ენჯინი ან მიეციოს ხვებსაცო, ანუ რაღაცა ისქენიო რა. ხო და Google-მა გაუწელა ეს მაქსიმალურად რამდენიმე წელზე გადაანაწილო, კი ვაინენილო დავიწყებთო ისევ რომ სხვების შავთოთო რა. გაუზიაროთ, მაგრამ 92% მე მგონი მონაცემების რაც მოდის ინტერნეტში, მაგათ ეგენი ამუშავებენ რა, სადღაცა ძალიან დიდი. Google-ს ის აქვს რომ აკაუნტზე ყველა აქტივობას ინახავს საერთოდ რა და შეიძლება ნახო 10 წლის წინ სად იყავი შესული და ავტომატურად ყველა საიტზე ავტორიზაციის თემა Google-ის მეილით ხდება. იგი ხო ერთი TikTok-ი დაამატეს ახლა რაღაც პლატფორმაზე შევხვდა TikTok-ით ავტორიზაცია. ძალიან გამიცინება რა. TikTok-ი ავტორიზაცია. მე დავფიქრე რა რატო და უფრო მეც აქვს უფრო ბევრი ისეთი ვისაც TikTok აკაუნტი აქვს, მაგრამ Gmail-ი არ აქვს. ხო, მეილ რუზი არიან თუ. ვაფშე არ იყენებენ საერთოდ. ხო, TikTok-ს როგორ არეგისტრირებენ? ტელეფონით ალბათ. ტელეფონის ნომრით. იგი შეიძლება. ხო, ოკეი. რაღაცაზე აბა რა. ხო, მე უბრალოდ ყველა მე ძველი ყაიდისა და მეც Gmail-ები. Gmail-ი ყველაფერი Gmail-ი მია. ხო, მაგრამ ნუ ის არის რომ პარულებს ყველგან სხვადასხვა თავის ეგეთი ამბავი. და ყველგან ერთ და იგივე პაროლი დააყენეთ მეგობრებო. და მარტი თქვენი სახელი და გვარი დაბადების თარიღი. დაბადების თარიღი ქვედა ტირით. და დაგვიწერეთ კომენტარებში. მეილთან ერთად. და ესეთია მეილს გამოვისოთ. ოკეი. და რატო არის ხო, ოკეი, TikTok-ი რატო აქვს უფრო ბევრს? ხო, რატო? რაღაცა უფროსი თაობის ახალი ჰობი გაჩნდა რა. აი სიყვაზე იუმორნიას ვინც უყურებ და ეხლა რომ წელიწადში ერთხელ არ ელოდოს გადაცემას TikTok scrolls რა. რა ბებია ჩემიც უყურებს. ან scroll-ის ამბავი არის, ხო? საშინელება. ხო. დიდ ვიდეოს ხანდახან ვეღარ უყურებ, ან ბავშვებს ვეჭხოვები ხოლმე გადა. ეგ არის თანამედროვე გამოწვევა. არ გინდათ, მაგრამ თან ისეა რომ ანუ შენ ძალიან ისე ხარ რა, მოწყვლადი ხარ მაგის მიმართ. და კომფორტული. მე უყურებ ძალიან დიდ ვიდეოებს რა, მაგრად მიყვარს. თან პოდკასტებს და რაღაცებს, აი სუ უფრო მე ვუსმენ, აი მუშაობის ბექგრაუნდზე სულ არა, მე ყურება მიყვარს რა პოდკასტის რა. თან ახე ყურებით კიდე. ერთი არ მოსმენით ახლა მანქანაში შევარ სხვა გზა არ არის, მაგრამ აი ყურება რატომ მირჩევნია რომ აი თვითონ მოსაუბრეს ემოციებს რაღაცებსაც ეგეც ერთი ნაწილია ინფორმაციის წარმოღების რა და მაგას ძალიან ვაქცევ ხოლმე ყურადღებას სულ რა და აი მაგით ვცდილობ ხოლმე ჩემ პოდკასტებში გრაფიკულად რაღაცეები დავამუშავო რაღაცებს შეიძლება საერთოდ არ უყურებენ მაგრამ წვალობთ აქ ხალხი უყურეთ მეგობრებო აუცილებლად არა კი ხო აი ეს სხვა საკითხია მე ვიცი რომ უფროს თაობას აღმოჩენილი აქვს რომ ეს TikTok-ზე სკროლვა მარტივია რა და ყველა დარეგისტრირდა TikTok-ით და მე სადღაც ახალ პლატფორმას რა აღმოჩენ იქ TikTok-ით ავტორიზაცია უფრო მარტივი გახდა მაგათთვის რა ზოგადად ერთი პლატფორმით აშკარად Google-ი როგორც გვაქვს ახლა რა თქმა უნდა იმათ აშკარად ძალიან ეფექტური გახდა რა იქ კრიტიკა. ისეაც რა ძალიან ხშირად გამიგე რომ TikTok-ზე ნახავს რაღაც ინფორმაციას ვიღაც ბავშვები მაგალითად და მე კითხებია ხოლმე რომ მართალია Google-ში დასერჩეთ. მარტივი, ანუ ეგაა რომ შეიძლება უკვე იმ დონეზე გავდივართ ჩვენ ისიც აღარ გვინდა რომ გადავამოწმოთ რა TikTok-ში TikTok-ში ოკეია. დავალა იქე ჩამრჩა. მეზობელი ჩაანაცვლოთ. მე სადმე ვიტყვი იმას აუცილებლად, რომ ესე თქო. მაგისაც მესმის რა, ადრე 2 და 3 პლატფორმა იყო მარტო რა და 2 და 3 თამაში რო იყო. გინდოდა რომ კიდე ახალი რაღაც ახალი გამოჩნდებოდა იმაში გადაგეტესტა იმაში გინახა
გადაგემოწვევინა ინფორმაცია რაღაცას თუ მოიძიებდი წყაროთ წიგში ნახულობდი თალკე და გუგლში მე თალკე და რაღაცა ინფორმაცია სამოწერდი და ეხლა განუსაზღვრელი რაოდენობის არის პლატფორმები და ეხლა პირიქით ადამიანებს უკვე იმ კომფორტს რომ ერთ სივრცეში იყოს, ერთ პლატფორმაზე იყოს ყველაფერი რა. სტრაფი და ბევრი ინფორმაცია. სტრაფი და ბევრი. მე არ შემიძლია ეგ მაინც. ხო, სწორია ეგ შეიძლება შეგიძლია. TikTok-ზე ყავს ისეთი ხალხი, მაგალითად, გამოწერილი, ვისაც რო რაღაცას მოვისმენ, შეიძლება ვეინდო 100%. მეგობრ, ვისაც მეგობრ. არა, ვისთანაც მეგობრობ არა. ნუ არიან აი ტექ ნიუსები მაგალითად, ბლოგერები, ვინც ვიცი რომ ჩემთვის შეიძლება რაღაც ავტორიტეტს წარმოადგენდნენ. მაგრამ აი რენდომ ტიპი რო შეგვხვდება და რაღაცას შთაგაგონებს, მოგიწოდებს, პროდუქტს ყიდის მაგალითად, ჩემი აზრით არა სწორი რომ პირდაპირ ხო ენდო რა. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. უბრალოდ ეგა რომ მაგ დროს თითქოს აი TikTok-ია და ხო verified-ია და მაშინ KDP-ია რა. რატოა KDP verified? ვერიფიცირება $10 ღირს უბრალოდ და $10 თუ $10 ღირს TikTok-ს. მეტაზე ვიცი რომ $10 ღირს და TikTok-ზე ეგრე ღირს რა. მეტაზე Swift-ი მე მგონი. გაიაფს. 14 Swift-ი ხო, 14 და 10 ღირს. სტანდარტული. რა კაია. ღირს ნახე და მაგით მახსოვს. $5 უფრო გამიზრებული ვარ ესე. რაღაც ყველაზე base version verified ვისაც გინათ რომ წიჩკა კონტენტ სახლის ბოლოს მეტაზე იქ Instagram-ზე, Facebook-ზე და სხვა და ისე ურჩევთ სხვა შორის $10 გაკეთე. ვისაც დიდი კონტენტი აქვს, ან მართლა ეგეც ან pay page-ია, ან ჯგუფები. ყველა ვარიანტი უნდა გქონდეს რა. იმიტომ რომ მე რატო ჩავრთე. ძალიან ბევრი ჯგუფი მაქვს, აი C Georgia რაღაცას დიდი კომუნიტი 45000 და სტრაიკები მომდის ხოლმე ძალიან ხშირად რა. აი რაღაცა ვიღაცამ დადო, ნახატი დადო, სადაც რავი შეიძლება მკერდი უჩანს რაღაც პერსონაჟს პირობით. და მაგაზე მეტა ეგრევე ასტრაიკებს რა. რაღაცა რა ნუდისტურში რაღაცა ხელოვნება არ აინტერესებს მაგას. ეხლა ალბათ რავი პიკასოს და იმის რაღაც ნამუშევრები რო მოდილიანის რაღაცაებო ჩადოს და ასტრაიკებს რა. ხო და მთელი ამბავი ეგაა რომ მაგის გამო ისე შემეშინდა რაღაც მომენტში მეთქი უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ბენეფიტს გაძლევს რომ ეგრევე როგორც კი ეგეთი кейსი გექნება, რეკავ და ეგრევე გირეკავენ და საპორტთან გაქვს ძალიან მუდმივი კავშირი და ვერიფიკაციის გარეშე უბრალოდ საპორტის ღილაკსაც ვერ პოულობდი სეტინგებში. არა აქვს. საერთოდ არა აქვს. სხვა აქ ორი აქ რა ვერიფიკაცია ყვითელი არის და ის რა ქვია ცისფერი ჩაოლებრივი ის ცისფერი და ყვითელი რა სხვაობაა. ყვითელი არის XMS-ის ღება ძალიან ცუდი არის. 10 ჯერ ძვირია დაახლოებით. და დავამოღამე რომ ანუ ყველა კომპანიას აქ ეგ ყვითელი verified და ჯერ მარტო მანდედან მას კი ბევრ ფულს აქვს. ამდენ თანხას იღებს. არა და ის XM-თან მაგრად მომწონს Twitter-ის მომწონდა. მეზის ღება X. აი პლატფორმა. ჩვენთან არა უბრალოდ ისეთი, მაგრამ ძალიან არაადეკვატურად გაუფილტრავი არის. ხო? თუ გინდა რომ news ეგ მართალია, ანუ შეიძლება სადღაც რენდომზე მართლა შეხვდეს X-ზე რა. თუ დამიდეს თუ გინდათ. თუ პატარები ვიყურებენ. უბრალოდ აი news-ის მიმართულებით ყველაზე სწრაფი პლატფორმა ალბათ სადაც რაღაცა ვარდება და ვწელდება რა. კი, ძალიან პირველია. და სიტყვის იქვე წერია რა. Facebook-ზე არ წერენ ეგ. ტრამპს არა, ხო, მაგ ხრივ კი, მაგრამ არაადეკვატურად გაუფილტრავი არის. ხო. არაფერი არ სტრაიკდება, ვისაც რასაც მოძებს, ვისაც როგორც უნდა ავრცელებს რამდენ ხანში შეიძლება. შეიძლება მაგის მე რაღაც მომენტში შეიძლება უფრო კომფორტულია ბევრისთვის რა. აი არ ვიცი. აი იმის გამო რამდენად ეთიკურია ვერ გეტყვი. ხო, აი ეგ მომენტი არის. აი მაგალითად NFT-ებზე ეგ იყო ჩემი კონკრეტული ინტერესი, რატომაც გავაკეთე მე X-ი. ადრე რა ერთი X-ში 7 წლის. მაგდროს გააკეთა ძალიან ბევრმა ზუსტად იგივე. მაგის მერე მაგთან მომიხმა რა აქტიურად საკმაოდ. და ეგ არო მაგ კომფორტს მივეჩვიე რომ მაგ მიმართულების თუნდაც კრიპტო იქნება თუ რა იქნება. ანუ მან და არა ყველაფერი რა, ყველა დიდი პროფილი, ყველა ტრეიდერი მან წერს ნიუსებს. რატო არა რა. საერთოდ მე ვიღაცა იქიდან პოსტს ნახავს და რომელიღაცა გამომცემლობა ტექ გამომცემლობაში სტატიას გააკეთებს და სამედადებს ხო შენ ეგრევე გაქვს ცდომა მეც მინდოდა ის გაკეთება AI-ის მიმართულებით მინდოდა გამეტესტა რაღაცები, მაგრამ ხო, წარმოგიდგენთ ახლა X-ის ეგეთი მიდგომა რა, ძალიან გაუფილტრავი რო არის, რომ მომავალში რომ ისე გამithardes X-ი, რომ ბევრმა არატექ ადამიანმა დაიწყოს მოხმარება, როგორც Facebook-ის მოხმარება. აი, ბევრი მოხმარებელი ყავს ეს. კი, ბევრი მოხმარებელი ხო არ ყავს. არა, თავისთავად ბევრი ტექ და ბიზნეს არის. ბიზნეს მოხმარებელი ყავს. აი, ბიზნეს და პოლიტიკური. აი, სამი მიმართულება რა. მაგრამ აი, რო ჩაერთოს ისეთი კატეგორიაც, ვინც აი Facebook-ის მოხმარებელი რა, აი ურიჯ რა, სკროლოს და რაღაცა. ეხა ვინ არის შენი Facebook-ის მოხმარებელი? საქართველოსდან ნუ გააკეთებ მოდი იმას რა. სტატისტიკას საქართველოსდან, აი ზოგადად. იცი რა,
რასაც ვაკვირდები, 30-40 ზევით არის Facebook-ს მომხმარებელი რა. დაახლოებით Instagram-ზე. დაახლოებით. თინეიჯერები აი, საქართველოში ძალიან სხვანაირი ის რაღაც TikTok-ი. საქართველოში ძალიან სხვანაირი დამოკიდებაა Facebook-ზე და ცოტა ჩვენ და გვიან აი მაგალითად ამერიკაში marketplace-ია ჩვენ და Facebook-ი რა. გვიან შემოვიდა იქ და მაგ დროის ჭრილის გამო მოხდა ეგ ამბავი რომ რაღაცეები 10 წლის მერე ოდნოვები დამიბუქეთ. ჩემი ფერმის აკაუნტი მინდა. მე ფერმა მქონდა Facebook-ში 2010-ში გავაკეთე Farm Village რო იყო თუ რა. Facebook-ის პირველ ბანძი იყო. აუ მაგად მე ოდნო კლასიკების წინაზე ოდნო კლასიკები თუ ოდნო კლასიკები. ოდნო კლასიკები. ოდნოებს ვიძახდით სულ რა. ოდნო კლასიკების ფერმის აკაუნტი დამიბრუნეთ. საპორტით უმიყურებს. არ ვიცი რა ცხარ. მე კიდე არსებობს, არ ვიცი. კი არსებობს. ოღონდ სხვა რასაკ ქვია რა. შაშამ ნახე ჩემი აკაუნტი იყო, просто აღარ მახსოვს რომ წავშალ. აუ მე ხო ვერც ვერ შევდივარ. ოკეი, ერთი მთავარი ამბავი გადავიდეთ მაგ ყველაფერთან სოციალურ ამბიდან. ექის ნაწილზე შაშარაზე რამაც გაგვაერთიანა, ასე ვთქვათ. ო, ძალიან მაგარი რაღაცა გაგვაერთიანა. აი, ჩემი ბავშვობის ოცნება გაგვაერთიანა. აი, თქვენგან მაინტერესებს, იმიტომ რომ ერთი რო ჩემი ბავშვობი ნახე ეგ არის კიდე ხე, რამდენი მიზანი საერთოა, რაღაცნაირად ინტერესი. ბავშვობის ოცნება, როცა ნახე პირველად იყო ჩემი დიდი თვალები, მეთქი ხადაობ, მინდა ეს რაღაც მონაწილეობა რაღაცა და ისე გამოვიდა რომ ორგანიზატორად ვიქეცი. ხო და ეხლა თქვენი მხარე მინდა როგორი იყო ყველაფერი, როგორც მონაწილე, როგორც გამოცადეთ თავი რა. იმიტომ თან ორგანიზებაშიც იყავით ჩართული თქვენ და თან მონაწილეობდით რა. ხო და აბა ყველაზე ის რაც მახსოვს, რობოტი რო ჩაირთო, ბავშვებივით გვიხარო და ეს ბოლო მომენტი შეუდარებელი შეიძლება. მართლა. აი 5 წლის ბავშვს რო რაღაცა მატარებელს მიუტან სათამაშოს ლიანდაგზე რო დადის, აი ეგრე ვიყავით და ახლოვით. ძალიან კარგი იყო. მართლა თავს ვეღარ ვაკონტროლებდით რა. ანუ ეგეთი შეგრძნება ძალიან დიდი ხანი არ დამოხლებია რა. ბავშვობაში მქონდა ეს DVD პლეიერი და კასეტა მომიტანეს მეფელომის ქართულად და ქართულად მაშინ მოგწმები არ იყო კასეტებზე და რუსულად უყურებდით. მე რუსული არ ვიცი. ყველა ინგლისურად უყურებდით. ყველა კასეტა რუსულად. რატომ რაღაც მე მქონდა ინგლისურად, რატო არ ვიცი, მაგრამ სათხილი ბრიტანეთიდან არ ვიცი. და ქართულად რა. და ქართულად რო მულტფილმი ნახე მეფელომი და ეს კასეტა რომ მქონდა, მაშინ ვიყავ ეგეთი ბედნიერი. მე კომპიუტერი რო გაჩნდა ოჯახში, მაშინ ვიყავი და ეხლა რობოტი რო ჩაირთო რა. ანუ ეგ სამი მახსოვს ჩემი ცხოვრების ტექნოლოგიური ჰაილაითი რა. და ეხლა რატო რა ეს კომპიუტერში ახალი გათვითცნობიერებული რო ვიყავი, მალევე აღმოვაჩინე ეს ბათლბოტი რა. სამზლო რობოტები და რა მაგარია მეთქი. ჯერ თავიდან ეს პატარა რობოტების ბრძოლა შემხვდა ნახე. მე ვეძებდი ყველა ჩემ ინგლისური არ ვიცოდი ეგრე რაღაც რა რაღაცები და ამეს ერჩად და ой ეგეთ რაღაცებს ერჩავდი რობო ფაითი და რაღაცებს ერჩავდი რა და ზამწოლობდი და მოკლედ დიდი რობოტების ჩხუბი მინდოდა რომ ენახა რა ანუ ჰუმანოიდ რობოტების და გამოვიდა რეალ სტილი და რეალ სტილი ეგ არის წვერვალი ალბათ რობოტების შეჯიბრი რაც არსებობს საერთოდ ეგ არის რა გამიჩარებს ისო რაღაცა შენ იცი რომ ემინემი რეალ სტილი და ვიცი რეალ სტილის გამო ემინემი ისეც ვიცი არა მაგრამ მეინტერესებდა ემინემი უბრალოდ რეალ სტილში სიმღერა იყო მეთქი ეს და მითხარი ტექსტი მღერს რა ქვია მას მე ემინემიო კაი მეთქი რომ და მაქინა ვიცი ემინემი ჯერ რეალ სტილი ვიცოდი და ძალიან მიყვარს ემინემი რეალ სტილი ემინემთან ერთად რეალ სტილი მიყვარს არა ემინემს რეალ სტილი მეც ვირჩევდი არა ჩემი საყვარელი არტისტი არც ჩემი არა ცუდი არ არის მაგრამ სხვა მართლობა და რეალ სტილის მერე კიდე ძალიან მიყვარს Big Hero 6 მულტფილმი რო იზდები ძალიან მაგარი არის და იმ რობოტის აწყობა მინდა ვიცი რომ კაი ვერ ავაწყობ მე თუ ვერა და მინდა რომ ვიღაცა მააწყოს რა ხო პატარა შავი რო აწყო რა ელექტრომაგნიტებით არ არის პრობლემა არა იქ სხვა მუღამი იყო აა რასაც წარმოიდგენია მონებითაც რა ფორმასაც უნდა და იმასაც ძლევდა რა თელი მუღამი იყო თორე იმას აწყობ კი ხო და ეგ მაგაზე იმუშავეთ ვკითხოთ და მე საქართველოში რომ გამოჩნდა ეგ შესაძლებლობა რომ სამძოლო რობოტები და რობოტი და რაღაცა ჭკუაზე არ ვიყავი რა ემოციებს ვერ მოვაფართ მე ამათ რო ვთხარით თავიდან მეგონა რომ არ დამთავრდებოდნენ რა წკუნდი შებრაზდა და იგრევე რომ ესენი სიხარული და რა კიკი გავაკეთოთ და რომ ავიკარით 5 კაცი და ჩაუჯექით და დავიწყოთ მუშაობა საერთოდ არ წარმოგიდგინა ძალიან მაგარი გამოცდილება იყო ანუ
მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა რომ რადგან აქამდე გვიმუშავია რობოტებზე და რაღაც მაგმმართულებით საგანმანათლებლო სფეროში ვართ და სხვადასხვა ტიპის რაღაც რობოტები აგვიწყვია და ჰუმანოიდთანაც ქონდა შეხება, ახალ რობოტთანაც ქონდა შეხება, ის პატარა მანქანებთანაც, დიდ მანქანებთანაც, დრონთანაც, იმასთანაც, ამასთანაც საერთოდ სხვა გამოცდილება იყო რა. ანუ იმაზე ფიქრობ დავიწყოთ, რომ ვიღაცამ უნდა ურტყავს რობოტს, ყოველთვის იყო რომ ხელი არ მოკიდოთ, არ შეეხოთ რაღაცა, ვიღაცა ეშინია, არ გამოფუჭო და ეხლა ვიღაცა მივიდეს და ურტყავს. არ არის ეგრე რა. და მან ძალიან ბევრი პრობლემა შევეჩეხეთ, ძალიან ბევრი რამე ახალი ვისწავლეთ, საერთოდ არ ვიცოდით რობოტებთან დაკავშირებით და ძალიან მაგარი ის გამოდგა რა, სამუშაო გამოცდილება. ამდენი ხანი გადავაბით. ანუ ძალიან ისე მივდექით რა. 12 დღემდე, არა, ვამატებ, 10 დღემდე ალბათ სახლში არ ვიყავით ესე მიბმით ოღონდ. ხო რა, ანუ თითქოს მარტო სამსახურს ვჩებოდით და ოღონდ ეს ჩვენი დღე ეგეთი იყო რა, ელიევა მერე ფაბი, ელიევა ფაბი, ელიევა ფაბი, ელიევა ფაბი. ეს ელიევა მაგარი გვაქვს რა, ეგო არა. ჯერჯერობით ელიევაზე ხალხი უკვე წარმატებები ბიჭებოდა, იშოვეთ. იქიდან ვიღაც გვეძახის რომ აი იქით აი ნაწილები რაც გინდოდათ და სტადიონში გიყავდა ბალეში კი რა. ოკეი. თან ძალიან ისე მახსოვს რა, კარგად, იმიტომ რომ აი რაც თქვა რა ვიცი 10 ტაბი რო გაქვს ხელოვნური ინტელექტის მარტო გახსნის სხვადასხვა რომ ეს რაღაცები გადაამოწმო რა. ანუ ყველაზე რთული მომენტი ეგ იყო რომ აი მანდ რომ მიდიხარ უკვე რომ რეალურად რაღაცა უნდა გააკეთო. მაგრამ არ იცი მაგალითად აი ამას რა უნდა, ეს როგორ უნდა, აი ის რო რაღაცას მიირთყავს მაგ დროს მე რა უნდა ვქნა, ეგ გამოცდილება არ მქონდა საერთოდ არავის. გუნდში ვინც ვიყავით და გარშემო ვინც ყავდა არც იმათ. და ეგ იყო ყველაზე მაგარი რომ აი ეგ შევძელით, რისერჩი არის ჩემი აზრით ყველაზე რთული კომპონენტი საერთოდ ყველაფერში. ყველაზე მნიშვნელოვანია რა. ეგ თუ გააკეთე და მანდამდე მიხვედი რომ აი ეგ დაასრულე და შექმენი ეგ რაღაც მონახაზის სახით მაინც ჩათვალე რომ საქმის 80% გაკეთებულია რა. აი დამკვირვების თვალითაც რო შევხედოთ რა, თქვენ რობოტთან დაკავშირებით ძალიან მაგრად იბრძოლა, ძალიან მაგრად, აი დომინირებდა მთელი ეს რაუნდი და ბოლო მომენტში რაღაცა ერთი წამში უცებ გაითიშა რა. იცი როგორი მომენტი იყო, აუთო პილოტი იყო ატარებდა ჩვენ ვიდექით გვერდზე და დაიწყო დათვლა რა 10 9 და მე მგონია რომ ისე დავლეწეთ, ანუ ხო დავლეწეთ ის რობოტი და მე მგონია ითვლიან და უნდა მოვიგოთ რა და მე უცებ ამას რო უყურებ და მაგრად ნერვიულობს ეს რაღაცებს აკეთებს რობოტი არ ინძრევა მივხვდი რომ ჩვენთვის ითვლიდნენ გამოძრავდებოდა თუ არა რა. აი ეგ იყო შოკი რომ მაგრამ მარტივად გადავიტანეს და რა მოხდა სვიჩი გაფუჭდა. kill switch. თვითონ მექანიზმი ჩაიშალა დარტყმების გამო თუ გადახურების გამო შეიძლება. გონია რომ უბრალოდ უხარისხო დავაყენეთ რა. არც გვიფიქრია, ანუ რა ვიცი, ყველაფერზე ვაბრეინშტორმინგეთ, ისეც ჭანჭიკი როგორ უნდა დაგვეჭირა. მაგაზე ვაბრეინშტორმინგეთ და სვიჩი მივაგდეთ, ანუ მივაყენეთ რა. მივაგდეთ არა, კარგად დავაყენეთ, მაგრამ არც კი გვიფიქრია რომ მაგის გამო შეიძლება ჩხუბი წაგვეყო. ანუ არც ეყენა რომ დარტყმას ინფორმაცია მეცა რა, ფაირში იყო ჩათვალე. არ მჯერა რა. ძალიან მაგარი ბრძოლა კი იყო. ანუ ემოციური იყო ძალიან რომ უყურებ რომ რაღაცა გააკეთე და ესე კარგად ასპარ, მე მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ გამოვასწორებთ რა მაგას არაა პრობლემა და მომავალში იმედი მაქვს, ეგეც არ ვიცით ეხა long run-ში როგორი ტიპია და გვინდა რომ გავტესტოთ მაქსიმალურად. თუ friendly battle-ები გინდათ ვინმეს 5 კილოში ნებისმიერ დროს თანახმავართ. პრობლემა გქონდა არენა. შეგვიძლია ვიჩხუბოთ. არენას ვიზავთ. გვინდა რა, გატესტვა გვინდა ძალიან მაგ რობოტის. იმიტომ ვერ გავტესტეთ ეგრე რომ აი კი ბაზარი არა ეხა იმას კონკურენცია კარგად გაუწია. მაგრამ აი მე რას იზავს რა. კარგად არა, თქვენი შემთხვევის გამო წააგეთ, ახლა გულახდილოთ ხა ეგ რაუნდი რა. ეგრე იყო კი. თორე ანუ ზიანი არ მიგვიღია. ზიანი არ მიგიღიათ და აქეთ პატარა ის რა, იარაღის იმპაქტი მეტი. აქეთ აყენებით, მე მგონი ეგეც მაგის გამოა ხო, თქვენ რო ურტყავდით მაგ დროს. მე მგონი იარაღი მოხდა. მოხდა? დავაკინოთ ეხა. ძალიან მაგარი. აღარ მაქვს ეგ ბრძოლა. ეგ ბრძოლა აღარ მაქვს, ამიტომ ვიდეოს აღწერაში იქნება ეგ ბრძოლაც. შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. დაიდება იმედი მოქვს. თქვენს მოგიკითხავთ ბიჭებო წარმატებები, კარგი ხალხი იყო ძალიან. მაგარი ხალხი შეკრიბა რა, ამ ვოლინსიერს. მე არ ვიცოდი, არ მეგონა თუ ამდენ კაი პროექტს ნახავდით და მეგონა რომ ერთი რავი 10 კაცი გავიჩნდებით მეთქი საბოლოოდ და ესე ჯიგრულ ყოჩი ვიჩხუბებთ თქო, მაგრამ რომ მოვედით და აი ეგეთი სიტუაცია დაგხვდა, პირველი ვაუ ეგ იყო რა, რომ საღოლ რა მაგარი რაღაც გაკეთდა რა. რაღაცა ათელბოძეს, სუმოზეს და არსიზეც ძალიან ბევრი. კი, ძალიან ბევრი ჯამში ყავდა 168 გუნდი რა. ამ ყველა მიმართულებას ამ ქვეყანაში ძალიან კარგი შედეგია. და 168 გუნდი, 5 კაცი. ამ პირველივე რობოტს აკეთებს.
გამოცდილების გარეშე ყველა, რა ვიცი რა, მეტი რა ხო, გინდა. არც იცი როგორი შეტარდება, არც იაფიჯდება, არც დრო უნდა ცოტა, აი არც მაგაზე შრომა. ფიქრობდით, რამდენად გადაიხდია. ეხა იქ ხარჯიანი. წეგან თქვი რომ რობოტი რო უნდა ხელი არ დააკარო არ გაფუჭდეს და აქ კიდე უნდა იცი რომ უნდა დაალეწო, ან დაილეწები რა, მაგას ეგ მომენტი არის. იცი როგორ და გამარჯვების შემთხვევაშიც კი შეიძლება იმხელა ზიანი მიიღო, რომ ანუ კი გაიმარჯვო, მაგრამ მე კიდე ახლიდან მოგიწევს რაღაცა, ხო? ყველაფერი იყიდო თავიდან. ხო. რომელიც არც თუ იაფიჯდება რა. საკმაოდ ძვირიანი სპორტია. მაგრამ მე ტრანსფორმერებზე გავიზარდი და რობოტების ნაწვა ჩემი ჰობი. მიყვარს რა. აი ყველაზე სუდი მომენტი იყო მართლა იქ რო დგახარ, თან პილოტი ხო მარტო იდგა. მოსასესებიდან გამომდინარე და დააყენეთ რა გუნდი პილოტთან რა. ხო, რატო იყოს ცალკე არ ვიცი. მაგარი პილოტთან გუნდი უნდა იდგეს მინიმუმ იმის გამო რომ რაღაცა მაგას გადავამოწმე. ამხნევოს ან მიდი ავტო. აუცილებლად, ხო. რა რამის სცენაზე შევადით მართლა. სულმა დატოვა სხეული. გაუფრინდი. კიდევ მგონება დავკარგი. ანუ მივედი იქამდე. ეხლა იმაზე ნერვიულობ, რომ კარგად რო ვერ ვატარო რა. ამდენი ვიწვალეთ, ამდენი თვე, ამდენი ხამე. თან პრობლემა ის იყო, რომ ტესტიც არ გქონდა რა ჩვენი იმის პილოტირების. ვერ მოვასწრეს, ან არა პასუხისგები არ მოვიქეცით რეალურად რა. რობოტი რა. რომ ჩვენ გვეგონა რომ უფრო მარტივად გავაკეთებდით მალე და რეალურად უფრო დიდი დრო დაჭირდა რა. და მაგაში ვთვლი რომ არა პასუხისგებელი იყო ჩვენი საქციელი. მაიმარკეტზე ვიპოვეთ ძრავები, შეიძლება საერთოდ ვერ გამოსულიყავით. საბოლოოდ მაიმარკეტის რავით გამოვიდა. მაგრამ ძალიან მაგარი ძრავი გამოდგა, მადლობა იმ კაცს. და ცოტეს. ხო, ცოტა მიყოვა. და ეს ტესტის ის თუ არ მქონდა გავლილი და უბრალოდ 1-2 წრე დავარტყი გატარებაში და იქაც ისეთი საბურავი ჩვენი გავაკეთეთ და სწორად ვერ მიდიოდა რობოტი, წინ რომ მიდიოდა, ხან იქ თუ ხოვდა ხან იქით რა. და რაზვალი. და რთული სამართავი იყო. იქ ჯერ ხო იმაზე ნერვიულობდი და შრებოდი რომ აი ხა აქ საერთოდ ვერ გავარტყა იარაღი ან რაღაც მოვყირავდი თან ძალიან დაბალი გამოგვივიდა რობოტი და ოდნავ აი რამდენი ქონდა? მეგონი 2 მმ გვაქვს. 2 შეიძლება 2 მმ-იც არ იყოს. აი ბოლტი რო ეჭირება, რამდენი იქნება რა ვიცი, მილიმეტრი ნახევარი ალბათ, შეიძლება მილიმეტრი რა. რო ამოტრიალდე, საბურავი ვეღარ ედება უკვე იმას რა იმიტომ რომ ბოლტი არ აჭერია ერთი და ბოლტის თავზე დაბალი საბურავი გაქვს. აი ეგ ერთი რაღაც ვერ გავთვალეთ, რომ ამოტრიალების ის არა, გვინდოდა, ეგ გათვლი მქონდა, რომ რო ამოტრიალდება, ხო იგივე დაშორება აქ საბურავს, მაგრამ ზემოდან უბრალოდ ბოლტი გვიყენია ეხლა. ოკეი. და ის ბოლტი ედება. ასეთ კარგურა. ეხლა 400 კმ მოიმატებს ეგ კატეგორია და შეგიძლიათ 400 კმ-ში უკვე დავგეგმეთ ყველაფერი. ეგ რობოტი გადავაკეთეთ. რაც გვეთანაღრებოდა ცოტა ESP ქონდა გამოყენებული და ეგეც ამოვაგდეთ. და რაღაცები ჩავავადეთ და გავტესტეთ და უკეთ კარგი გამოვა უფრო რა. 3 კატეგორიაში გვინდა გამოსვლა. იმედი მაქვს კატეგორიებიდან, ხო? იმედი მაქვს without. და აქვე დავაანონსოთ, რომ თქვენ გარდა მაგ ღონისძიებაში მონაწილეობისა, GRA-ის გუნდშიც ასე ვთქვათ, უკვე ოფიციალურად თანაორგანიზატორები გახდებით ბევრ კაი მიმართულებებში და აქ ადამიანებს ვპირდებით, რომ წელს ძალიან მაგარ შოუებს, ასე ვთქვათ, უკვე ერთიანი ძალებით და მართლა აი ვისაც სურვილი გაქვთ 5 კილოში ნებისმიერ დროს თუ გიდათ ავტოს მიწევთ ჩვენ თუ ვერ გვიპოვით და დავკავშირდეთ რამენერეთ და ერთი ვიჩხუბოთ რომ რობოტი იმას ვქნათ რა. ნახე, მოდი ვიჩხუბოთ როგორი უსაფრთხო არის რობოტების ზოლაც როცა ეხება ბადეში სტადიონზე გარედან მოყოლოთ. 5 კილო კატეგორია, ვიღაცამ გითხრა 15 კილოიანები არ მოიხო, ვიღაც 15 კილოიანი გვთავაზობ. ვიღაცამ გითხრა მოდიო და მე ვისპარიგოთ რა არ გვიდა. მან კიდე რა არიცი? აი UFC ხო რაღაც ძალიან მაგარი ამბავია, სადაც ბევრი მაყურებელი ყავს რა. UFC მაგარი. ხო და მე არის კიდე მეორე ამბავი, რომ ბევრი ხალხი ადამიანები, ვისაც არ უყვარს ზოგადად ადამიანების ჩხუბის ყურება რა. და აი ეს რობოტები გაძლევს მაგის საშუალებას, რომ თან ადამიანებმა იჩხუბონ, მაგრამ ადამიანების დაზარალების გარეშე რა. აი ჩემი აზრით ძალიან მაგარი იქნება, ხო რკინა ძალიან მაგარი იქნება სხვა ადამიანებმა, ვინც არატეკ ხალხი არის. გვარი არა სპორტსმენი ხალხი რომელიც სპორტს უყურებს. არატეკ ხალხი რომელიც ცოტა რაღაცას გავარკვიოთ ამ რობოტების თემაში. სხვათა შორის ჩემუბაში ჩატარდა. საკმაოდ ბევრი მოვიდა, მაგრამ მან ცხოვრობ. და არატეკ ხალხიც მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი იყო. იმაზე Radio City-ზე ის ხო, თემქაზე. მუხიანში. მუხიანს ეკუთვნის მეგობრებო, თემქას არ მიაწეროთ არა. რეგალის დამცველი თემი. და არის რა, მე ძალიან ბევრი ხალხი ვიცი, ვინც ტექში არა და რობოტების ჩხუბი უყვარს რა. უბრალოდ ჩემი აზრით ცოტა ისეთი პოპულარიზაცია და მასშტაბირება ჭირდება მაგას, რომ მინიმუმ ხმა მივაწვდინოთ, რომ აი მოდი. მაგას ჭირდება, გაზიარება და ლაიქება
ამაში დაგვეხმარება ვინ თქვენ? subscribe-ეთ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, მით უფრო კარგი და შედეგიანი ის ჩატარდება ივენთი და თქვენს უფრო გაგისწორდება, ჩვენს უფრო გაგისწორდება, ხალხს უფრო გაგისწორდება. და იმისათვის რომ ივენტები არ გამოგჩნდეთ და თვალი ადევნოთ, გამოიწერეთ საქართველოს რობოტიკის არხი GRA. ბარა ვიდეოში გითხავ რა. კი ისე მინდოდა მეკითხა, მაგრამ დამოვიწყდა, ეხლა გითხავ. როგორც ვიცი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა მოტორბურთზე ხე, მაგრამ მოტორბურთი სხვა სპორტია, მოტოციკლებით ფეხბურთს თამაშობ. რობო-ბურთი. რობო-ფუტბოლი. რობო-ფეხბურთი, ხო. სოკერი, რობო-სოკერი. კი. და ანუ რობოტებით ფეხბურთს თამაშობ. იდეაში მან როგორც ჩატარდა ერთ-ერთი კურსი გაიტანა კარში, მაგრამ ძალიან მაგარი არ იქნება. აი 5-5-ზე გუნდი, ცოტა დიდ მოედანზე. და რაღაცა სხვადასხვა სისტემებით რა, ფურცი დარდოს და დინამოზე ჰუმანოიდი რობოტი. ძალიან მაგარია. ანუ მე არ ვარ ეხლა დიდად გადამკვდარი ფანი ფეხბურთის. კაი თამაშების ყურება როგორ არ მიყვარს. თამაში მიყვარს თვითონ ფეხბურთის. ყურებაზე ვიცახი. მაგრამ რო წარმოვიდგინე, რო აწყობ შენ ფეხბურთელ რობოტს რა. რა მაგარია. რაღაცა ფეხბურთის პოპულარიზაცია გვაქვს. ხო, ფეხბურთი ცნობილია ხო. ფეხბურთი ყველაზე ისეთი ცნობილი სპორტია. და რაღაცას ყველა გამოიყვანს რა. ანუ შეიძლება ვიღაცამ პულტიანი მანქანა იყიდოს, გადააკეთოს, რაღაცები დაუყენოს, ერთი ფუნქცია მიამატოს დარტყმისთვის და იმით გამოვიდეს რა გუნდში. და ვიღაცამ 5 კაციანი გუნდი აკრას, 5 პულტიანი მანქანა იყიდოს და იმას თითო გუში დაუყენოს. და ფეხბურთი ითამაშონ რა. და მაგარი იდეა. ძალიან სკილიში ვიყო მე. ძალიან იმაზე არის. აკვე მოვიკითხავ ფრიუნის ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს. მაგრამ მე ერთ-ერთი არ მომწონს რო იცოდეთ. არ 5-5-ზე, ხო? მე და ფირასაკ აი გუნდი უნდა იყოს ჩემი არის, ანუ რომ ფირასაკ ნახე. ფეხბურთის რობოტების ჩემპიონატი რა და რაღაც მომენტში კი ფიქრობდით რომ მაგმართულებითაც წავიყვანოთ გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე. ხო და ამისთვის ალბათ შიდა ჩემპიონატი საჭირო არის რა. კი, ძალიან მაგარი იქნება. საქართველოში ჩემი აზრით ძალიან ბევრი გააკეთებს. ხო. ხუჩა დაუპატიჟოთ ქახსნაზე. ხუჩა სხვა ბუდუს გავახსნებინოთ. გავხსნე. ანუ ატარებთ. არა გავაკეთოთ რა ვიცი. დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ. აი, ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთი ისინი რა, რესპონსები, რომ კომენტარებში თუ ვიღაცა მაინც დაწერს, რომ მაგარი იქნებოდა კი, გვინდა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც ერთი კაცი მაინც არის და ჩვენ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ეგ ერთი კაცი გავაბედნიეროთ. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო. კაი სტუმრები აღმოჩნდით. ამ პირველი ვერსია იყო, როცა ორი სტუმარი ყავს ერთდროულად. იმედია რომ კაი გამოვიდა, რა ვიცი. რაღაც სათქმელიაც გქონდათ, მე მგონი თქვით გავაზიარეთ და დანარჩენს მე მგონი პირად კომუნიკაციაში თქვენს არხზე უფრო მეტად მოუყვებით და დაელაპარაკებით მსმენელს და მაყურებელს და ჩვენ საერთო წამოწყებებს, ასე ვთქვათ, წარმატებას მინდა უსურო, ასე ვთქვათ, თქვენ პირად წამოწყებებსაც და ჩვენ საერთო წამოწყებებსაც, ასე ვთქვათ, ასევე წარმატებას უსურო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი პირველი გამოსვლება იყო სტუმრად მისვლა. და ძალიან კარგია. თან ჩვენ არხზე, ჩვენ თავზე ავსაუბრობთ არასდროს. და პირველად მოგვეცა შანსი რომ ნუ ეხა მე ძირითადად ისე ვუყურებ რომ ვინ ვარ ეხა მე ჩემ თავზე რომ ვისაუბრო მაგრამ შეიძლება რაღაც საინტერესო მაინც იყოს ვიღაცისთვის და რაღაცა მაგალითად აიღოს რომ კაი არა იღოთ კი ეგ განათლება და ზოგადად განათლება და ადამიანები ვინც განათლებით არიან ჩართულები კი არა და ეგ არის მათი მოწოდება ერთია რომ პროფესია და სამსახურები ყურებენ. მეორეა რაღაც შინაგანი მოწოდება რო გაქვს. მაგარია ეგ. ეგ არის მაგარი. ეგ არის აი იჭდები. ოკეი, მადლობა მეგობრებო. ამით შეგვიძლია დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. თქვენ კი, რა, ბევრჯერ კი გავიმეორეთ, მაგრამ გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და გაუზიაროთ მეგობარს, ვისაც ზოგადად ტექნოლოგიები, განათლება და ჩვენაერი ადამიანების მოსმენა შეიძლება დააინტერესოს.